მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მოკლედ დღეს და მასლა დღეს არა გუშინ ფაქტიურად შუაღამის 4 საათზე გამიღვიძა და გადავედი სხვადასხვა ჩატებში და დავინახე უბრალოდ ხმაური იყო მე სხვა ჩატებიც მაქვს თქვენ მოგეხსენებათ ხო გარდა საქართველოსი და დამაინტერესდა რა ხდება და მოკლედ ძალიან ასე ვთქვათ ზარზეიმი იყო ყველა ჩატებში სალიუტებს გაისროდნენ ისეთი ამბავი იყო ისე რომ ლივგუდი ახალ მოძრაობას იწყებს არა უბრალოდ მოძრაობას საერთოდ ახალ ისტორიას წერს ლივგუდი და თვითონ დამაარსებლებიც ამბობენ ამას ეს ის კომპანია იქნება რომელიც მართლა მსოფლიოში ანალოგს რომ ვერ გამოიძებნის ანუ თქვენ ვისაც გესმით ახლა ეს საკითხი საერთოდ რასთან ვართ და რას ვეთამაშებით ამ წუთში გულწრფელად გილოცავთ ამ ყველაფერს მე დიდ დროს არ წაგართმევთ ახლა პარტნიორებს თხოვთ რამოდენიმე სიტყვა თქვას ყველამ ამასობაში მე ტექნიკურ ხარვეს გამოვასწორებ და ჩაგერთვებით აუცილებლად თხოვთ მეგობრებო გთხოვთ პარტნიორებო ჩაერთვეთ და თქვენი სიტყვა თქვით ამ ყველაფერთან დაკავშირებით თქვენი ემოციები თხოვნა ჩემი მხრიდან გამომხნევოთ ადამიანები ვინც დღეს ჩვენთან მოვიდა და დიდი ინტერესია გაიგოს ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ და თქვენთვის მომიდია რამოდენიმე წუთი ფირი მე აქ მოვაწესრიგებ ყველაფერს და შეგატყობინებთ რომ ჩაგერთვებით მადლობა წინასწარ საღამო მშვიდობის მეგობრებო მოგესალმებით ისევ და ისევ დღეს ნამდვილად კიდევ ერთხელ გავოცდებით კომპანია ლივგუდის კრეატივით, ინოვაციით და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ მსგავსი კომპანია არ არსებობს მსოფლიოში და ჩვენ მოხვდით საოცარ ადგილზე იქ რომ იტყვიან ხოლმე ზუსტად ისე საჭირო დროს, საჭირო ადგილას ვართ ნამდვილად. ამაში თქვენ დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდებით და ჯერ კიდევ ეს ვფიქრობ არის დასაწყისი ჩვენი წინსვლის. ძალიან ბევრი სიახლეები გველოდება წინ. მოგესალმებით მეგობრებო, მეც ვიტყვი ორ სიტყვას, მოკლედ დილით გავიღვიძე თუ არა და როგორც კი ვნახე, რომ TikTok-ზე რა ამბავი იყო და რა იწერებოდა და რა ხდებოდა, მთელი დღე ტელეფონი არ გამიგდია ხელიდან. როგორც კი გავიგე ლივგუდის შესახებ თავიდან, ვიცოდი რომ ეს კომპანია მოლოდინს გადააჭარბებდა, მაგრამ მთლად ასეთ სასიხარულო ისეთ იმაში ვარ დღეს ეიფორიაში სიტყვები არ მყოფნის მოკლედ ყველას გილოცავ დღევანდელ დღეს თანარჩენს ალბათ ხვევით სიტყვიან მე მოხარული ვარ რომ ვარ თქვენთან მოგესალმებით ძირფასო ჩატის წევრებო მოწეულო სტუმრებო ბოდიშ მოგიხდით შეიძლება ცოტა ხმაური იყოს ბავშვებთან ერთად ვარ დღეს ჩემი დებიუტი იყო მოდერატორობის ამპულაში და ვარ ძალიან ბედნიერი რომ დღევანდელ დღეს დაემთხვა ეს სენსაციური ინფორმაციის გაჟღერება და ძალიან დიდი სიხარულით ემოციით ვიმორიგებე ყველას გილოცავთ ვინც შემობძანდით დღეს საქართველოს მთავარ ჩატში და მინდა რომ გაითავისოთ ის ინფორმაცია რასაც მიიღებთ და ყველას წარმატებას გისურვებთ დიახ, ნამდვილად ასეა, ჩემო ძვირფასო პარტნიორებო, ნამდვილად საოცარი დღე გველოდება და საოცარი ინფორმაცია დღეს. მე არასოდეს შემპარვია ეჭვი, რომ კომპანია ლივგუდი იქნება ნომერ პირველი კომპანია მთელს მსოფლიოში თავისი შესაძლებლობებით, თავისი კრეატიულობით, იმიტომ რომ ჩვენი ხელმძღვანელები, ჩვენი კომპანიის შემქმნელები ბენგლისკი და ნოუდერ ხაზანი არიან საოცარი პიროვნებები და მე დარწმუნებული ვარ და ყოველთვის ველოდებოდი ამდენი ხნის განმავლობაში, რაც მე კომპანია ლივგუდში მოღვაწეობ, რომ იქნება რაღაც საოცრებები, იქნება განსაკუთრებული ეს კომპანია. სულ ამას ვფიქრობდი და ასრულებს ეს კომპანია ყველაფერს, რასაც მე ვფიქრობდი. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რომ მე დროზე ადრე მოვხდი ამ კომპანიაში და ვარ ბედნიერი იმითაც, რომ გვაქვს ასეთი უნიკალური ბიოდანამატები, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს შეუძლიათ ჯანმრთელობა გაიმჯობესონ და ასევე იყვნენ ფინანსურად დამოუკიდებელნი, თუ კი ისინი გადაწყვეტენ, რომ კომპანიასთან ერთად ითანამშრომლონ, იმუშაონ, იმოღვაწეონ და განავითარონ თავიანთი ბიზნესი. აუცილებლად იქნება ასეთი ადამიანი წარმატებული. ყველას გილოცავთ
დღევანდელ დღეს და ყველას გილოცავთ, ვინც ბრძანდებით კომპანია ლივგუდის აფილირებული წევრები და ვინც არ ბრძანდებით, ვისურვებდი, რომ ყველანი, ვინც ამ წუთას ჩატში შემოგზანებული სტუმრები ბრძანდებით, რომ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება და შემოგვიერთეთ. არასოდეს არ ინანებთ ჩემო ძვირფასებო. აი ასეთ უნიკალურ კომპანიასთან გვაქვს ჩვენ შეხება. გმადლობთ. მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, პარტნიორებო, ახალ შემოსულებო, ძველებო, ყველას მოგესალმებით და მიხარია დღეს ჩვენს დასწრებასაც ეთყობა, რომ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა გაჟღერდეს ქალბატონი ნანას მიერ, რომელიც ჩვენ არ ვიცით. მე ხა ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას გაავრცელებს ქალბატონი ნანა, რომ კარგი გაგებით ჩვენ მოვედებით კალიასავით საქართველოს, მსოფლიოს და ყველანი ჩვენ ვიქნებით ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, არ ვამბობ ისე ზერელედ, ისე ჰაერიდან მოტანენ სიტყვებს, რადგან ჩვენ გვაქვს ამის საფუძველი, რადგან ისეთი რაღაცა ჩაიფიქრეს და განახორციელეს ჩვენი კომპანიის დამფუძნებლებმა, რომელიც არც ერთი ქსელური კომპანიის წარმომადგენელს არ გაუკეთებია. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ არის ქსელური, მაგრამ შეიცავს ქსელურ ელემენტებს და აქ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც იციან რას ნიშნავს ქსელური კომპანია და შეხვედრის შემდეგ დარწმუნდებიან, რომ ეს მართლაც განსხვავებულია, ეს მართლაც ბრილიანტია, რომელიც ბრჭყიალებს და კაშკაშებს. გილოცავთ მეგობრებო, იმ ხედვას, რომელიც თქვენ გამოავლინეთ, შემოხვედით და ესწარით, გამოყავით დრო, ეს ნამდვილად საწინდარია თქვენი წარმატების. მოგესალმებით მეგობრებო, განსაკუთრებით სტუმრებს მივესალმები. მეც წუხელ დაძინებამდე შევიტყე ეს ინფორმაცია და მივხვდი, რომ იყო რაღაცა სენსაციური. ყოველთვის გვაქვს ხოლმე რაღაცა საოცრების მოლოდინი, მაგრამ აი ამ ინფორმაციამ მართლა გადააჭარბა მოლოდინს. ველოდებოდი დილით გათენებას, რომ რას გვეტყოდა ქალბატონი ნანა და რა ინფორმაციას მოგვახარებდა და აი მართლა ეს იყო წარმოუდგენელი რაღაცა, რაც ამ კომპანიამ გააკეთა. აი მართლა ყველას უნდა მოგილოცოთ, ვინც პარტნიორი ხართ, ვინც სტუმარი ხართ, რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩნდით და გულისყურით მოусმინეთ ამ ინფორმაციას და კარგად გაითავისეთ. წარმატებები კიდევ ერთხელ. ნამდვილად ჩემო ძვირფასებო, ზუსტად ვიცი, რომ მოლოდინებს გადააჭარბებს ეს საოცარი კომპანია და ჩვენ ყველანი ვიქნებით ამ ყველაფრის მონაწილე. ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება მერწმუნეთ. ქალბატონი ნანა იტყვის ხოლმე ეს კომპანია არ არის, ეს არის მოვლენა და მართლა მოგესალმებით მეგობრებო, პარტნიორებო, მოწვეულო სტუმრებო. სხვათა შორის არ არის დიდი ხანი რაც დაარსდა ეს კომპანია, მაგრამ ჩვენ პარტნიორები მიჩვეული ვართ ჩვენი კომპანიის სიურპრიზებს და თითქმის ყოველ დღე ახალს ველოდებით, ყოველ დღე სიურპრიზებს უფრო დიდ და დიდს ველოდებით. ეს მართლაც ძალიან დიდი მოვლენა, ძალიან დიდი სიურპრიზია, რაც ცოტა დაგვიმხილა ქალბატონმა ნანამ. იმის მიხედვით ჩვენ დაწვრილებით ჩვენც არ ვიცით ჯერ არაფერი, იმიტომ რომ ესეც სიურპრიზად შემოინახა ქალბატონმა ნანამ და თქვენთან ერთად გეზიარებით ამ სიურპრიზს და მომავალში ალბათ კიდევ უფრო დიდ სიურპრიზებს ველოდებით. გილოცავთ ყველას, ვინც უკვე ჩვენი წევრები ხართ, ვინც სტუმრები ბრძანდებით, გახედვა კარგი გქონდეთ, დაუკვირდით, დაუფიქრდით, მოусმინეთ კარგად და გადაწყვიტეთ რა გირჩევნიათ. უზრუნველი ცხოვრება, კარგი ცხოვრება, ლამაზად თქვენი ბიზნესი გქონდეთ, თქვენი შემოსავალი გქონდეს, ჯანმრთელობა გქონდეს, თუ საზღვარგარეთ წახვიდეთ სამუშაოდ, აქაც იმუშაოთ და არაფერი შემოსავალი გქონდეთ, რომელი ჯობიათ ეს არჩევანი უკვე თქვენზეა დამოკიდებული. გილოცავთ ყველას, პარტნიორებსაც და მოწვეულ სტუმრებსაც. ნამდვილად ვუერთდები ამ დიდ სიხარულს. მივესალმები აუდიტორიას, ჩვენ საყვარელ პარტნიორებს, მოწვეულ სტუმრებს. მართლაც უდიდესი სიხარული არის ის ჩვენ დღეს რაც განვიცადეთ დილიდანვე, რომ ვზეიმობთ ჩვენ ამას ლიდერები ამ სიახლეს. მართლაც ჩვენი მეგობრებო, ყოველთვის პრეზენტაციის დროს, ყოველთვის ვაჟღერებდით ხოლმე იმ კომპანიის გეგმების შესახებ, რომ კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიებთან, სხვადასხვა არხებთან და რომ მაგრამ კომპანია ლივგუდს აქვს თავისი შეთავაზებები, რომ მომავალში
პარტნიორი, რომელსაც უნდა რომ იპარტნიოროს კომპანია ლივგუდთან, თუ ის არ დააკმაყოფილებს იმას, რაც სურს კომპანია ლივგუდს, რადგანაც ეს ყველაფერი გათვლილია ადამიანების საკეთილდღეოდ და ზრუნავს ჩვენი კომპანიის დამაარსებლები იმისთვის, რომ ყველაფერი ხდებოდეს ისე, რომ ყველამ მიიღოს სარგებელი ამ კომპანიის წინსვლებისგან და იმ გეგმებისგან, რაც კომპანიას აქვს დასახული. ამიტომ ასეთი კომპანიები თანამშრომლებენ და არხები მხოლოდ კომპანია ლივგუდთან და აი სწორედ ის რაც დღეს ხდება, მეგობრებო, რასაც ჩვენ მიუძღვენით დღევანდელი საღამო, სხვა რამე უნდა გაგვეჟღერებია დღევანდელ საღამოს, მაგრამ შევცვალეთ იმიტომ, რომ ეს არის ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ მოიცდის და ყველასათვის ცნობილი უნდა იყოს და ეს სასიხარულო ამბავი, რაც დღეს თქვენს წინაშე უნდა გამჟღავნდეს, კომპანია დღე და ღამე შრომობს იმისთვის, რომ იყოს ადამიანებისთვის ეს როგორც ფინანსურად სარგებლიანი ჯანმრთელობის კუთხით და ეს უპირატესობები, რაც ამ კომპანიაშია, ყველამ რომ მიიღოს. ამიტომ გილოცავთ, მეგობრებო, ვინტომ დადგება დრო, როდესაც ამის შესაძლებლობა უკვე აღარ იქნება, რადგანაც მსოფლიოში ეს კომპანია იქნება ძალიან ცნობადი კომპანია ყველასთვის და ის შესაძლებლობა, რაც დღესაა, ხვალ აღარ იქნება. აი, ამიტომ ყველას გისურვებთ სწორ ხედვას, სწორი გადაწყვეტილების მიღებას. მადლობა, ქალბატონო დალი, უღრმესი მადლობა. როგორც ქალბატონ დალის, ასევე ყველა პარტნიორს მოვუხდი მადლობას, უღრმესი მადლობა ძვირფასო პარტნიორებო, რომ ჩაერთეთ და გაითვალისწინეთ ის სიტუაცია ტექნიკური ხარვეზების, სამწუხაროდ ხდება ხოლმე ზოგჯერ ასე, რა თქმა უნდა, ბოდის მოგიხდით ამ ყველაფრისთვის, მე ვიცი რომ ძალიან ესეთი განწყობილები ხართ ამ სენსაციური ინფორმაციის მოსასმენად, რადგან ეს მართლაც მოულოდნელი იყო ჩვენთვისაც კი და უბრალოდ შოკირებული ვართ ყველა ამ კომპანიის ამ ნაბიჯით. ასევე მადლობას მოვუხდი ქალბატონ ინგა ჟღენც, რომელიც აი ესეთ რთულ სიტუაციას გაუძღვა, იმიტომ რომ ნამდვილი თავდასხმა ჰქონდა მას სტუმრებისგან და მას ჰქონდა დებიუტი და ცოტა არ იყოს რთული იყო მისთვის ამ ყველაფრის გაძღოლა, მაგრამ იმდენად აჟიტირებულია ეს ქალბატონი და იმდენად შეყვარებული ლივგუდზე, ის დარწმუნებული ვარ ძალიან ბედნიერი იყო ამ ყველაფრით და გახარებული, რომ ლივგუდში ასეთი საოცრებები ხდება და აქედან გამომდინარე მან დაღლა უბრალოდ ვერ იგრძნო. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ჩვენ ვიცით მას რა დატვირთვა ჰქონდა და უღრმეს მადლობას მოვახსენებთ, რა თქმა უნდა, მასაც. ახლა ჩვენ ბევრს აღარ შეგაწყენთ თავს, ძვირფასო მეგობრებო, გადავიდეთ უკვე საქმეზე და დავიწყოთ და თავად ბენგლისკი მოგახსენებთ თუ რასთანა გვაქვს საქმე და რაზეა საუბარი. შემდეგ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ ამ ყველაფერს ერთობლივად და ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე პარტნიორებთან ერთად და სტუმრებთან ერთად. წავედით, დავიწყოთ. სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. სენსაციური საღამოა. მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. დიდი ხანია სიახტაცებით არ ვჯდარ ვარ ეკრანის წინ. საერთოდ ვერ ვიჯერებ, რას ვხედავ. უბრალოდ ვაუ. მზად ხართ ამისთვის? უკვე დასაწყისშივე გეტყვით. ის, რასაც ახლა ვიწყებთ, ახალი გიგანტური ეტაპია ლივგუდისთვის. ეს არის სრულიად ახალი გზა, რომელიც ერთდროულად მოგიტანთ მეტ ხილვადობას, მეტ გაყიდვებს, მეტ პარტნიორებს და რა თქმა უნდა, მეტ შემოსავალს. ჩვენი მიზანი ერთი იყო და ერთი რჩება. შევცვალოთ ინდუსტრია, შევცვალოთ ჯანმრთელობის სფერო და საერთოდ სამყარო შევცვალოთ და ამ ახალ მიმართულებით ამას მივაღწევთ ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ოდესმე გვიოცნებია. ცოტა ხნის წინ დავიწყეთ საუბარი TikTok-ზე. არა როგორც უბრალოდ სოციალურ ქსელზე, არამედ როგორც ძალიან ძლიერ კომერციულ ინსტრუმენტზე, სადაც ადამიანები ყიდულობენ პირდაპირ შინაარსიდან, არა რეკლამებიდან, არა ბანერებიდან, არამედ ნამდვილი ადამიანებისგან, შენნაირებისგან. დღეს აქ ვართ იმისთვის, რომ გაჩვენოთ, როგორ გახდეთ თავად იმ შინაარსის ავტორი, რომელიც არა მხოლოდ უზიარებს სხვებს პროდუქტს, არამედ თავად იღებს მოცულ სარგებელს ამ პროცესიდან. შენ
არ გჭირდება მილიონი გამომწერი, არ გჭირდება სტუდია, არ გჭირდება კამერა $1000, გჭირდება მხოლოდ გული, მიზანი და სურვილი, გაუზიარო ადამიანებს რაღაც ისეთი, რაც შეცვლის მათ ცხოვრებას. და სწორედ ამას აკეთებს ლივგუდი. ჩვენ არ ვყიდით პროდუქტს, ჩვენ ვუზიარებთ ადამიანებს უკეთესი ცხოვრების გზას. ჩვენ ვეხმარებით მათ აერჩიონ ჯანმრთელობა ისე, რომ არ დაეცეს მათი ფინანსური მდგომარეობა. და აი რატომ ვართ აქ დღეს. დღეს იწყება ჩვენი ოფიციალური თანამშრომლობა TikTok-თან. ანუ TikTok-ზე ვქმნით შინაარსს ლივგუდის პროდუქტებზე. ვურთავთ ვიდეოს შოპის ბმულს და ვინც ყიდულობს შენს ვიდეოს, შენ იღებ კომისიას პირდაპირ გაყიდვიდან. ეს არის TikTok-ის affiliate სისტემა, affiliate პარტნიორი, ძალიან მარტივი და ძალიან ეფექტური და აქვე უნდა აღვნიშნოთ, ეს არა მხოლოდ დაგაკავშირებს ახალ მომხმარებელთან, არამედ გაძლევს შესაძლებლობას შექმნა მეორე შემოსავლის წყარო პირდაპირ TikTok-იდან. დავიწყოთ მარტივი მაგალითით, ფასები. ლივგუდში გვაქვს ორი ტიპის ფასი. Retail price, ანუ საცალო ფასი, როცა ადამიანი პროდუქციას ყიდულობს წევრობის გარეშე და member price, ანუ წევრის ფასი, როცა უკვე ხარ ლივგუდის პარტნიორი ან მომხმარებელი. მაგალითად, აი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტი Super Red, საცალო ფასი $24, წევრობის ფასი 18, სხვაობა თითქმის 7. ეს ნიშნავს დაახლოებით 28%-იან განსხვავებას. და ახლა გადავალ მთავარ თემაზე. როდესაც შენ რეკლამირებ ლივგუდის პროდუქტს TikTok-ზე და ვიღაც ყიდულობს შენს ვიდეოზე გადასვლის შემდეგ, ის ყიდულობს საცალო ფასად, რადგან ჯერ არ არის წევრი და შენ იღებ კომისიას სწორედ ამ სხვაობიდან, იმ თანხიდან, რაც retail და member ფასებს შორის რჩება. როგორ მუშაობს ეს სისტემა? TikTok affiliates, ანუ შენ, ვინც აწყობს ვიდეოს, ერიცხება 20% კომისიას საცალო ფასიდან. მაგალითად, იმ $24.99-დან შენ მიიღებ დაახლოებით $5 კომისიას, მაგრამ აქ არის ერთი საოცარი დეტალი, რაც ლივგუდს განსაკუთრებულს ხდის. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ სხვაობაში დავამატოთ დამატებით 10%-იანი კომისია, რომელიც გადაანაწილდება პირდაპირ ლივგუდის შიდა სტრუქტურაში, შენ მატრიცაში, შენს გუნდში, შენს პარტნიორებში. ეს ნიშნავს, შენ იღებ კომისიას TikTok-იდან, როგორც affiliate და ამავე დროს შენი გუნდი იღებს დამატებით ბონუსს, ლივგუდის შიდა კომპენსაციის გეგმის მიხედვით. ეს არის ორმაგი სარგებელი. პირველი, პირდაპირ TikTok-ის შემოსავალი, მეორე ბონუსი კომპანიის შიდა სტრუქტურიდან. და აი, აქ მაქვს თქვენთვის ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა. თქვენ როგორ მიგაჩნიათ? ეს დამატებითი 10%-იანი კომისია მივცეთ მხოლოდ enrollers, ანუ იმას, ვინც მოიწვია წევრი, თუ გავანაწილოთ რამდენიმე თაობაზე, როგორც ეს ხდება მატრიცაში. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. დამიწერეთ, გამიზიარეთ მოსაზრებები თქვენი უკავშირი ჩვენთვის ფასდაუდებელია. ჩვენ ვაშენებთ კომპანიას სიმართლეზე, სამართლიანობაზე და სუფთა ურთიერთობებზე და სწორედ ამიტომ ქმნით სისტემას, რომელიც იქნება ღირებული თქვენთვის და საიმედო თითოეული პარტნიორისთვის. დილამშვიდობის ჩემო მეგობრებო, მინდა გითხრათ მხოლოდ ერთი რამ. ამაზე დიდხანს ვოცნებობდი იმ დღეზე, როცა ჩვენი გენიალური პროდუქტები მივიდოდა რაც შეიძლება ბევრ ადამიანამდე. არა უბრალოდ რეკლამებით, არამედ თქვენით. იცით ეს ყველაფერი რატომ ხდება? იმიტომ რომ თქვენ ხართ ცვლილება. ვინც დღეს აქ ხართ, ამ ზომში, თქვენ ხართ ადამიანები, ვინც არ ელოდება იდეალურ დროს, ვინც არ ჩერდება შიშის ან გაურკვევლობის გამო. თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას და მოქმედებთ. აი ეს არის ლივგუდის ოჯახი. სწორედ ამისთვის შევქმნით ეს კომპანია. ეს არასდროს ყოფილა მხოლოდ პროდუქტის გაყიდვა. ჩვენ ვაშენებთ მოძრაობას. ჩვენ ვაშენებთ გზას, როგორ იცხოვროს ჩვეულებრივმა ადამიანმა უკეთ. მეგობრებო, TikTok-ი არის შანსი, რომელიც არ უნდა გავუშვათ ხელიდან. არა იმიტომ, რომ ტრენდულია,
არამედ იმიტომ, რომ TikTok-ზე ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებებს თვალებით და თქვენ გაქვთ ის, რაც მათ სჭირდებათ. სწორად შეფუთული ინფორმაცია, გულწრფელად წარდგენილი პროდუქტი და ნამდვილი ემოცია. თქვენ ხართ პროდუქტის პროდუქტი. როცა თქვენ თვითონ ირწმუნებთ იმას, რასაც იყენებთ, აი მაშინ ხდება ყველაზე მთავარი. ხალხი აღარ ენდობა რეკლამებს, ისინი ენდობიან ადამიანებს, თქვენნაირ ადამიანებს. თქვენ არ ხართ უბრალოდ ვიღაც TikTokeri, თქვენ ხართ ლივგუდის ხმა. თქვენ ხართ იმ ცვლილების ტალღა, რომელიც შთააგონებს სხვებს უკეთესი არჩევანი გააკეთონ. ამ კვირიდან ჩვენ არ ვიწყებთ პროექტს, ჩვენ ვიწყებთ ისტორიას. ისტორიას, სადაც ყოველი ჩვეულებრივი უბრალო ადამიანი, იქნება ეს დედა, ძღოლი, სტუდენტი, მასწავლებელი თუ სხვა, იქცევა დიდ ლიდერად და ბოლოს ვთხოვთ ერთ რამეს. არ შეგეშინდეს შენი ხმის, არ მიაქციო ყურადღება ლაიქებს ან კომენტარებს, უბრალოდ გაუზიარეს ხმებს სიყვარული და გამოცდილება. ეს საკმარისია იმისთვის, რომ სამყაროს შეცვლა დავიწყოთ ერთად. მე შენ გხედავ, მეგობარო, მე ვგრძნობ შენს ძალას და ერთად ჩვენ ამას ნამდვილად გავაკეთებთ. ჰეი, მეგობრებო, ძალიან მიხარია და ამაყივა, რომ აქ ხართ. ახლა ვიწყებთ ყველაზე პრაქტიკულ და საჭირო ნაწილს. როგორ ჩაერთოთ TikTok-ის affiliate პროგრამაში და დაიწყოთ მოქმედება. ნაბიჯი პირველი. გახდი TikTok affiliate. ამისთვის შენი TikTok პროფილი უნდა იყოს creator-ის რეჟიმზე, ანუ პროფესიონალურ ანგარიშზე. რას აკეთებ? პირველი, შედი TikTok app-ში. მეორე, გადადი პარამეტრებში. მესამე, აირჩიე creator tools, ანუ შემოქმედებითი ინსტრუმენტები. მეოთხე, იქ ჩართე ფუნქცია shop affiliate, მაღაზიის პარტნიორობა. გილოცავ, ახლა უკვე ხარ TikTok-ის affiliate. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლია განათავსო ვიდეო პროდუქტზე და მიიღო კომისია ყოველ გაყიდვაზე. ნაბიჯი მეორე, როგორ დაამატო ლივგუდის პროდუქტი. პირველი, შედი TikTok shop-ის აპლიკაციაში ან ამ ვულზე shop.tiktok.com shop.tiktok.com მეორე, მოძებნე სიტყვა ლივგუდ ან კონკრეტული პროდუქტის სახელი, მაგალითად კოლაგენი ან სუპერგრინსი. მესამე, დააწყაპე request to promote, მოითხოვე პროდუქტის რეკლამის უფლება. რამდენიმე წუთში მიიღებ დადასტურებას. შემდეგ დაამატე პროდუქტი შენს showcase-ში, ანუ შენს TikTok მაღაზიის გვერდზე. ნაბიჯი მესამე. როგორ ჩასვა პროდუქტი ვიდეოში, როცა ატვირთავ ვიდეოს ლივგუდის პროდუქტზე. პირველი, TikTok-ი შეგეკითხება, გსურს თუ არა პროდუქტის ბმულის დამატება. მეორე, დააწყაპე yes. მესამე, აირჩიე ლივგუდის პროდუქტი შენს showcase-იდან. მეოთხე, ჩართე promotion-ის ანუ კომისიის ვარიანტი. ამ იერიდან, ვინც უყურებს შენს ვიდეოს და ყიდულობს პროდუქტს, შეიძენს პირდაპირ TikTok shop-იდან და შენ მიიღებ კომისიას ყოველი გაყიდვიდან. შენს TikTok პროფილზე დაემატება პროდუქტის პატარა ხატულა, თაგი, სადაც ნებისმიერ სურვილს შეუძლია დააწყაპოს, ნახოს და შეიძინოს. დამატებითი რჩევები ჩემგან. არ შეგიშინდეს ვიდეოს გადაღება. გამოიყენე ტელეფონის კამერა და ბუნებრივი შუქი. ილაპარაკე გულწრფელად, რა მოგწონს პროდუქტში და როგორ გეხმარება. გააკეთე ჰუკი, ანუ დაიჭირე ყურადღება პირველ 3 წუთზე. დაასრულე მოქმედებისკენ მოწოდებით. შეამოწმე პროდუქტი ჩემს პროფილში. გადადით ბმულზე ქვემოთ. ნუ ეცდები იდეალურობას. იყავი რეალური. TikTok-ს უყვარს ბუნებრივი ადამიანები. რაც უფრო ხარ შენ, მით მეტად დაგიჯერებენ და გამოყვებიან ადამიანები. გამოყვებიან ასევე შენს რჩევას. მეგობრებო, აქ ვარ რომ მოგცეთ კონკრეტული მაგალითები, რა უნდა თქვათ ვიდეოში, როგორ დაიწყოთ და როგორ მიიყვანოთ მაყურებელი მოქმედებამდე. ეს არ არის რთული, ეს არის სწორად ჩაფიქრებული და ბუნებრივად თქმული. როგორ ააწყო ეფექტური TikTok ვიდეო? პირველი 3 წამი, ჰუკი. აი ეს უნდა იყოს ბასრი, მჭრელი, ემოციური ფრაზა, რომელიც წამებში დააინტერესებს მსმენელს. მაგალითად, იცით რა შეიცვალა ჩემს კანში 10 დღეში? აი რატომ აღარ ვსვამ ყავას დილაობით? 3 მიზეზი, რატომ არ ვიყიდი ვიტამინებს სუპერმარკეტში? ამ ყველაფრის მიზანია
მაყურებელმა არ გააჩეროს ვიდეო პირველივე წამებში. ახლა მეორე. შუალედური ნაწილი. გამოცდილება ან რჩევა. აქ საუბრობ გულწრფელად. სუპერ რეცი შეიცავს ნიტრატებს, რაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. სუპერ გრეინს დილობით სვავ და აღარ მაქვს შუადღის დაღრილობა. ლივგუდის კოლაგენი უბრალოდ საოცარია. მეხუთე დღიდან ვიგრძენი ეფექტი. არ გჭირდება სამედიცინო ენა, იყავი ადამიანური და მარტივი. მესამე. დასასრული მოწოდება მოქმედებისკენ. აი როგორ უნდა თქვა. გინდა ნახო როგორ იმოქმედებს შენზე? გადადი ჩემს პროფილში და ნახე პროდუქტი. დააჭირე ბმულს ქვემოთ, მეტი ინფორმაცია იქ დაგხვდება. არ ვარ ექიმი, მაგრამ ვიცი რამ მიშველა. ნახე შენ თვითონაც. მთავარია დაასრულე მოწოდებით. არ დატოვო მაყურებელი გაჩერებული. ჰეშტეგები. შენი TikTok ძრავა. გირჩევ, გააერთიანო ჰეშტეგები სამ კატეგორიად. პირველი ზოგადი ჰეშტეგები, ჯანმრთელობა, ვიტამინები, ჰეშტეგი ჯანმრთელობა, ჰეშტეგი ვიტამინები. ჰეშტეგი ბუნებრივი, ჰეშტეგი კანის მოვლა, ჰეშტეგი სუპერფუდი. მეორე, ლივგუდის ჰეშტეგები. ჰეშტეგი ლივგუდი, ჰეშტეგი ლივგუდი საქართველო მაგალითად, ჰეშტეგი ლივგუდი პროდუქტები. მესამე, მოქმედების ჰეშტეგები. ჰეშტეგი შეამოწმე მისი, ჰეშტეგი გადადი ბმულზე, ჰეშტეგი ნახე პროდუქტი. საუკეთესო შედეგს იძლევა, როცა აერთიანებ 5-7 ჰეშტეგს და აღწერაშიც იმეორებ მთავარ სათქმელს, რაც ვიდეოში თქვი. ბოლო რჩევა, დაელოდები სრულყოფილ ვიდეოს, დაელოდე გულწრფელს და რადგან TikTok-ს უყვარს რეალური ადამიანები და რაც უფრო ხარ პირადად შენ, მით მეტად გენდობა აუდიტორია. TikTok-ის affiliate სისტემა შენთვისაა. არ გჭირდება მილიონი ნახვა, გჭირდება მხოლოდ ერთი ადამიანი, ვინც გაიგებს შენს გზავნილს. მაშასე, როდესაც შენ ქმნი ვიდეოს TikTok-ზე და მომხმარებელი შენს ვიდეოდან ყიდულობს ლივგუდის პროდუქტს, TikTok Shop-ში ის ყიდულობს საცალო ფასად, ანუ როგორც ჩვეულებრივი მყიდველი, ჯერ კიდევ წევრობის გარეშე. და სწორედ ამ ფასიდან გერიცხება კომისია ვრცლად, რომ ავხსნათ კომისიის დარიცხვის პროცესი ხდება ასე. TikTok affiliate-ის კომისია 20%. TikTok-ი გაძლევს 20%-იან კომისიას საცალო ფასიდან. მაგალითად, თუ პროდუქტი ღირს $40.99, შენ იღებ დაახლოებით $5. მეორე, დამატებითი კომისია ლივგუდისგან 10%. აი აქ იწყება ის, რაც ლივგუდს განსაკუთრებულს ხდის. კომპანია დამატებით გამოყოფს კიდევ 10%-ს, რომელიც არ იჭრება შენი TikTok კომისიიდან. ეს არის დამატება, არა გამოკლება. სად მიდის ეს დამატებითი 10%? ეს თანხა არ იკარგება. ის ნაწილდება ლივგუდის შიდა სტრუქტურაში, კონკრეტულად მატრიცაში. ანუ, შენ იღებ TikTok კომისიას როგორც affiliate და იმავდროულად შენი ზემოთ ყოფი ლიდერები, ან თუნდაც შენვე, იღებთ დამატებით ბონუსს ლივგუდის შიდა კომპენსაციის სისტემის ფარგლებში. ეს ნიშნავს, რომ ერთი გაყიდვით გეწყება ორმაგი სარგებელი. პირველი, პირადი შემოსავალი TikTok-იდან, მეორე, ჯგუფური ბონუსი ლივგუდის მატრიციდან და აი შეკითხვა, რომელიც ბენმა გითხრა და შენი აზრი ნამდვილად მნიშვნელოვანია. როგორ მიგაჩნიათ, ეს დამატებითი 10%-იანი კომისია მხოლოდ იმ ადამიანს მივცეთ, ვინც მოიწვია წევრი, ანუ ენროლერი, თუ გავანაწილოთ ის რამდენიმე თაობაზე, როგორც ეს ხდება მატრიცულ სისტემაში. შეგიძლია დააფიქსირო შენი აზრი, ლივგუდი ყოველთვის უსმენს პარტნიორებს. ჩვენ ვაშენებთ კომპანიას თქვენთან ერთად, არა თქვენს ნაცვლად. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არ არის უბრალოდ TikTok-ის affiliate პროგრამა. ეს არის ბიზნეს შესაძლებლობა, რომელიც გაძლევს ორმაგ სარგებელს, ციფრულსაც და სტრუქტურულსაც. და რაც თავარია, ყველაფერი იწყება ერთი გულწრფელი ვიდეოთი, შენი ტელეფონიდან. ბატონი რაიან გუტკინი არ იმყოფება ამჟამად ჩვენთან ერთად, მაგრამ მან დაგვაბარა, რომ გადმოგვეცა ჩვენთვის მისი მოსაზრება ამ TikTok-თან თანამშრომლობის საკითხზე. მეგობრებო, მე ვარ რაიან გუტკინი, ლივგუდის
პროდუქტის შემქმნელი. მაგრამ დღეს მინდა გესაუბროთ არა როგორც მენეჯერი, არამედ როგორც ადამიანმა, ვინც ხედავს თქვენს ძალას. არ იფიქროთ, რომ ეს უბრალოდ ახალი კომპანიაა. ეს არის მომენტი, რომელიც უკვე ისტორიად იქცევა. დღეს ჩვენ არ ვამზადებთ მარკეტინგულ გეგმას. დღეს ჩვენ ხსნით კარს სრულიად ახალ მოდელთან. წარმოიდგინეთ, ახალგაზრდა დედა, რომელსაც არ აქვს დრო. პენსიონერი, რომელსაც აქვს ენერგია, მაგრამ არ იცნობს ტექნიკას. სტუდენტი, რომელსაც არ აქვს ფული, მაგრამ აქვს ხმა და შესაძლებლობები. დღეს ყველას შეუძლია აიღოს ტელეფონი და უბრალოდ თქვას: მე ვიყენებ ლივგუდს და ეს ჩემთვის ნამდვილად მუშაობს და ამ სიტყვებით შექმნას შემოსავალი. Აი ეს არის ჩვენი მისია. შევქმნათ სისტემა, სადაც ადამიანები ფასდებიან იმით, ვინც რეალურად არიან, არა იმით, ვინც გონიათ თავი. ამიტომ არ ვუსვამთ პროდუქტებს ზედმეტ ფასებს. ამიტომ ჩვენი კომისია სუფთა და სამართლიანია. ამიტომ ჩვენი კომუნიკაცია ყოველთვის პირდაპირია. თქვენ ხართ ახალი ციფრული ეპოქის ტალღა, ციფრული პარტნიორები, ციფრული ლიდერები. არ ყავთ ბოსი, არ გაქვთ კაცრი ჩარჩოები, თქვენ თავად ქმნით საკუთარ ცხოვრებას, თქვენ თავად ხართ საკუთარი ცხოვრების არქიტექტორები და ლივგუდი ეს არის შენი ინსტრუმენტი, შენი ხმა, შენი პლატფორმა, შენი მხარდამჭერი. თუ დღეს ევენ მხოლოდ ერთი ვიდეო გაქვს ატვირთული, შენ უკვე ხარ ლიდერი. თუ გიწერია კომენტარი ან შეტყობინება, რომ გიყვარს ეს პროდუქტი, შენ უკვე ხარ მშენებელი. და მე პირადად გაძლევ გარანტიას. ჩვენ მთელი გუნდი არ შევწყვეტთ მუშაობას, სანამ არ დაგეხმარებით გაიბრწყინოთ. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ მილიონერების შესაქმნელად. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ მილიონერებისთვის. ჩვენ ამას ვაკეთებთ უბრალო ადამიანებისთვის, რომ ყველა მიცხოვროს ღირსეულად, ჯანმრთელად და თავისუფლად. ეს ყველაფერი ახლა იწყება და შენ ხარ ამ ისტორიის მთავარი გმირი. ვაუ! ეს საოცრებათა შოქის საოცრება იყო, გავიგონანა. აღარცი სიტყვები აღარ მყოფნის, უკვე გადავერთე. TikTok-ზე. არ ვიცი, საოცრება ხალხია ესენი, ვინ არიან? ღმერთო, იბრწყინეთ, უნდა გაბრწყინოთ, უნდა იცხოვროთ ბედნიერადო. თითოეულ ადამიანზე როგორ ზრუნავენ, ღმერთო ჩემო, მსგავსი რამ ნეტა სად ხდებოდა, არ ხდებოდა ნამდვილად და არც არასოდეს მოხდება ასეთი რამ. გაუცებული ვარ. გამოიჯამსდელო თავი ისე რომ ფინანსურად არ გაკოტრდეო. ძალიან ბედნიერიო. არ ვიცი, სიტყვები აღარ მყოფნის ქალბატონანა. ძალიან დიდი მადლობა ამ ბედნიერებისთვის, რაც ეხლა თქვენ ჩვენ მოგანიჭეთ ჩემო ძვირფასო. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. აუ, როისკვიან, აი ეს რა იყო? აი დასაწყისიდანვე რომ იტყვიან დავმუნჯდიო, ეს გამემართა ნამდვილად, აი გაოცებისგან რომ დამუნჯდები. მე მართლა არ ვიცი, აი ახლა დამთავრდება პრეზენტაცია, ხვალ გათენდება, ჩავიწერ ყველაფერს არ მინდევრობით როგორც იყო და აი ჩემით უნდა გავაკეთო ყველაფერი. ეს რა იყო? ეს არ ვიცი, სწავლა სიკვდილამდეო და ჯერ არ ვაპირებ სიკვდილს, მაგრამ სწავლას ვაპირებ. ახლა ვიწყებ თავიდან ყველაფერს. ღმერთმა დაგიფაროთ, ღმერთსა დაგიფაროთ, რა დროს სიკვდილი, ახლა ვიწყებთ სიცოცხლეს. რაზეა საუბარი? პირიქით, მართლაც საოცრებები ხდება, მართლაც ყოველთვის ახალ სურპრიზებს გვიმზადებს კომპანია. მე მაგალითად დილის 4 საათიდან ამ ეიფორიაში ვარ და არ ვიცი, საერთოდ სუნთქვა, ხან მეკვება, ხან პირიქით აჩქარებული მაქვს გული და საერთოდ ძალიან დიდ ემოციებში და დიდ რაღაც ესეთ, არ ვიცი, სასწაულში რეალურად. მთელი დღე ამ ემოციებში ვარ და ამ დღის ბოლოსთვის უკვე რო იტყვიან გამომელია ენერგია. იციან პარტნიორებმა, რომ სულ მთელი დღე ამ საქმით ვარ დაკავებული, ჩართული ვარ ამ ყველაფერში და მართლაც გულწრფელად გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, რაც დადგა, ანუ დაიწყო ათვლა პროცესის, რომ კომპანია უკვე იწყებს სვლებს იქითკენ, რასაც ჩვენ ველოდებოდით, სვლებს იქითკენ, რაც ჩვენ უფრო მეტი შემოსავლებისკენ გაგვიყვანს. ველოდები, რა თქმა უნდა, ხა თქვენს საუბარს, თქვენს ემოციებს, თქვენს მოსაზრებას
მე მინდა რომ ყველა პარტნიორი ჩაერთოს, ყველა ლიდერი ჩაერთოს და ასევე სტუმრებიც ჩაერთეთ და თქვენი შთაბეჭდილებები გამოხატეთ ძვირფასო მეგობრებო. რა გაიგეთ, რა ვერ გაიგეთ, დასვით შეკითხვები, შესაძლოა ჩვენ პარასკევს უკვე ტრენინგზე გადავიდეთ თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ TikTok-თან. ანუ ეს ტრენინგები იქნება, ეს ტრენინგები ჩემი მხრიდან იქნება თარგმნილი, არ ინერვიულოთ რომ ეს ინგლისურად არის და ჩვენ როგორ გავიგებთო, აგერ ვარ დამხმარე საშუალება, სასწრაფო დახმარება, ისე რომ ინგლისურად გექნებათ თქვენ დასწავლება, აი ეს პირდაპირი დასწავლება TikTok-ზე. გადმოთარგმნილი ჩემს მიერ. ჩვენც არ მეყარება ხალბატო ნანა რომ ეგრე იქნება ნამდვილად და ერთს ვიტყვი კიდევ სანამ ჩემი პარტნიორები იტყვიან რომ ამას მე არ ვაკეთებ მილიონრებისთვისო. აი არ ვიცი, აი ტირილამდე მივდივარ, არ ვიცი ამაღამ რა დამაძინებს მე არ ვიცი. ეს ხალხი ასეთი კაცთ მოყარე ადამიანები მე არ ვიცი კიდე თუ არსებობენ ქვეყანაზე. ბრავო მათ. მოგესალმებით საღამომშვიდობის. ნამდვილად ქალბატონო ნანა პირველ რიგში უღრმეს მადლობას მოგახსენებთ რომ მართლაც ჩვენთვის სასწრაფო დახმარება ხართ და ჩვენ არ გვაქვს ფიქრი და ნერვიულობა იმაზე რომ ვაიმე როგორ თარგმნოთ რა გავაკეთოთ როგორ გავიგოთ ხო იმიტომ რომ ძალიან ბევრმა მით უმეტეს ჩემი ასაკის ხალხმა არ ვიცით სამწუხაროდ ინგლისური მაგრამ მართლაც სასწრაფო დახმარება გვყავხართ აქ და შესანიშნავი ლიდერი, წინამძღოლი, ასე ვთქვათ, რითაც თითოეული ჩვენგანი, თითოეული პარტნიორი ნამდვილად ბედნიერი ვართ და ვამაყობთ იმით რომ თქვენ ხართ ჩვენი ლიდერი. რაც შეეხება კომპანიას სიტყვები არ მყოფნის, აი ნამდვილად არ ველოდით. ეს არის, არ ვიცი, ყოველთვის ვიძახი ხოლმე ჩემს პრეზენტაციაზე, რომ აი ნეტავ რაღა უნდა იყოს ისეთი, რომ სიურპრიზების კომპანია დავარქვით ჩვენ ამას. მაგრამ ნამდვილად დამეთანხმებიან ჩემი პარტნიორები, რომ არავინ არ ველოდით ასეთ სასწაულ რაიმეს. ეს TikTok-ი საერთოდ თავში აზრათაც არ მოგსულია ჩვენ. არ ვიცი მართლა ძი ადამიანები არიან ეს ძვირფასი ბატონი ბენგლისკი და ნოუდერ ხაზანი ვინც შექმნეს ეს სტრუქტურა ეს კომპანია და ნამდვილად რომ თითოეულ ადამიანზე ზრუნავენ ეს ჩანს მათ თითოეულ მოქმედებაში თითოეულ ნაბიჯში რისთვისაც არ ვიცი მადლობა ღმერთს რომ არსებობენ დღეს ასეთი მილიონერი ადამიანები რომლებიც ზრუნავენ საშუალო ფენაზე მათი მიზანი არის ერთადერთი ნამდვილად, იმიტომ რომ როგორც რწმენა საქმეების გარეშე მკვდარია, ისე საქმეების გარეშე არ დადასტურდება, ხო? მათი საქმეები ცხადყოფს, ნათლად ჩანს, რომ ისინი ზრუნავენ თითოეულ ადამიანზე. მათ უნდათ რომ თითოეული პარტნიორი იყოს ფინანსურად ბედნიერი, კმაყოფილი და წარმატებული. დანარჩენი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. წარმატებებს გისურვებთ, ნამდვილად ბედნიერი ვარ კომპანიის ამ კლუბის წევრი და მიხარია თითოეული პარტნიორის წარმატება. კომპანია მართლაც საოცარია და არ ვიცი, სიურპრიზებით დატვირთული არის. უღრმესი მადლობა ქალბატონო ნანა კიდევ ერთხელ ამ ასეთი თარგმანისათვის, იმიტომ რომ ეს ძალიან შრომატევადია, არ არის ადვილი სათარგმნი ამხელა ტექსტი. უღრმესი მადლობა თქვენ. მადლობა, გაიხარეთ, მადლობა. თავარია მივახციოთ იმას, რომ გავიგოთ, რას გვეუბნებიან დამაარსებლები და შრომა არაფერია, ჩაივლის ყველაფერი. თავარია ის სიხარული, ეს ყველაფერი დღეს მით უმეტეს მე დიდი სიხარულით გავაკეთე და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ხელი მიკანკალებდა ნერვიულობისგან, სიხარულის ნერვიულობისგან, რომ აი ესეთი სასწაული ინფორმაცია უნდა გავაჟღეროთ და გავაცხადოთ მეთქი. ახლა რა სიტუაციაა კიდე ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენი რაღაცას მოიფიქრებენ პარტნიორები უკაცრავად დამაარსებლები და რამდენი სისტემა თუ კომპანია თუ ციფრული სისტემა დაგვემატება, ყველა მხრიდან ჩვენ დაგვემატება ასევე შემოსავლები და შესაძლებლობები. ხვდებით, ანუ ის კომპანიები, რომლებიც დაგვემატებიან, ის სისტემები, ის ციფრული მიმართულებები, რომლებიც დაგვემატებიან, სხვათა შორის ცნობისათვის მინდა იცოდეთ, რომ ძალიან ძლიერი სპეციალისტი და მცოდნეა ციფრული მიმართულების ბატონი ბენგლინსკი. გამორჩეულად იმ სამიდან
სამი დამაარსებლიდან ბენგლის კი არის ძალიან გავითარებული ამ მიმართულებით, იმიტომ რომ მე პირადად მისი სხვა მოღვაწეობები დავინახე და ფენომენალური ტვინის პატრონია ეს ადამიანი, მართლაც ბუცველად გეუბნებით ამას და საოცარი პიროვნებაა და აი ეს ის ადამიანი, რომელიც ძალიან მაგრად დაგვეხმარება იმაში, რომ ციფრულ სისტემას, რომელიც ის შემოიტანს ალბათ ლივგუდში, აი იქიდან მისი შესაძლებლობით ის ეხმარება ძალიან ბევრ კომპანიებს, ყველგან არის მიწვეული, სადაც ასეთი მიმართულებაა, რომ დახმარება გაუწიოს და წარმოიდგინეთ, ის ადამიანი დღეს ჩვენი კომპანიის ზედამხედველია და მთავარი გმირი რომ იტყვიან. და აქედან გამომდინარე, რამდენი სისტემაში შევა კომპანია, რამდენი კომპანიებიც ჩვენს პლატფორმაზე შემოვლენ თუ ანუ ხელშეკრულება დაიდება იმ სხვადასხვა მიმართულებებთან, ყველა მიმართულებიდან ჩვენ გვექნება გარკვეული პროცენტი შემოსავლის. ანუ იქაც იქნება რაღაც. როგორც ახლა TikTok-შია, ხო? აი ამ მოღვაწეობით, ამ თანამშრომლობით ჩვენ ხვდებით აფილირებული პარტნიორები ასევე TikTok-ის. ჩვენ უბრალო მომხმარებლები კი არ ვრჩებით, როგორებიც აქამდე ვიყავით TikTok-ის. ჩვენ უკვე პარტნიორები და თანაც უბრალო პარტნიორები კი არა, აფილირებული პარტნიორები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ფაქტიურად ამ ჩვენი მოღვაწეობით შემოსავალი გვემატება ასევე კომპანიის გარდა TikTok-იდან. რა კომპანიაც, რა სისტემას დაგვემატება, ყველა სისტემიდან ჩვენ დაგვემატება თავისთავად შემოსავლები და თანხები. ეს არის მნიშვნელოვანი, რა პროცესით წამოიწყო დღეს კომპანიამ. და ამას მართლა გულწრფელად გილოცავთ. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მივხვდით და კიდევ ალბათ ბოლომდე ვერ ვწვდებით, სად აღმოჩნდით. აი მე ნანა მეტი აღარ გააგრძელოთ, თორე უკვე გული ვეღარ ვწვევ. ცოტა სხვა დროისთვის თქვით კიდე რაღაცეები. ახლა ნანის მინდა ერთი გავახსენო. ნანი, გახსოვს Success-დან მოყოლებული მე და შენ რამდენი კომპანია გამოვცადეთ. არც ერთი კომპანია, არც ერთი მათგანი საერთოდ აი მსგავსი რამე მზრუნველობა თავის პარტნიორებთან, თავის შევრდომებთან, ასე ვთქვათ, არცად არ ყოფილა, რაც ეხლა აი აქ ლივგუდში მე ვნახე. არავისგან, აი ერთი და ორი არ იყო, მეტიც იყო, ხო ნანი? არც ერთი იმ კომპანიის ზემდგომები არ ფიქრობდნენ და არ ზრუნავდნენ მარტო პირადად ჩემზე კი არა, სხვა ჩემნაირებზე. და აი ახლა რაც აქ ლივგუდში ხდება, აი ჩემთვის მართლა პირადად მართლა შოკია, მართლა აი რო ვისმენდი გონებაში რა სწრაფია ფიქრი. გადავერთი, ახლა აი იმას უნდა ჩავუგდო ეს პრეზენტაცია, რომ მოისმინონ და გონებაში გაანალიზონ და რაღაცა გააკეთონ და რომ თავიანთავს დაეხმარონ და მოკლედ არა, ეს კომპანია, ვინც პირველად არის კომპანიაში და არიცის და არ გამოუცდია ის სხვა ძველი კომპანიები, შეიძლება იფიქროს, არის რა ხდება ახლა რა გაგიჟნენო, მაგრამ ვისაც ადრე ქონია შეხება სხვა კომპანიებთან და შედარებას რომ გააკეთებ, აი ლივგუდი მართლა შოკია. მე ახლა გული ისე გამოვარდნაზე, რომ ჯერ მეტი აღარაფერი აღარ თქვა უმეტი სიახლეები. ყველას გვაგული ამოვარდნილი ქალბატონოლია, ნუ გიკვირთ, ყველა ასე ვართ აფორიაქებული, დილის საკეთია, აი ამ ეიფორიაში ვართ მთელი ლიდერები და მთელი პარტნიორები და ასე შემდეგ. ისე რომ ვინც უკვე მეტნაკლებად ცოტათი მაინც ვიყავით საქმის ყურში რა ხდებოდა, თუმცა თარგმნის შემდეგ კიდევ უფრო გაირკვა და კიდევ დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გაირკვევა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა. შეიძლება მეც ვთქვა სიტყვა? კი ბატონო, გისმენთ. მოგესალმებით ყველას. ძალიან მიხარია რომ თუკი წისვლა იქნება, მიუხედავად იმისა რომ 77 წლისა ვარ, ხვალიდანვე დავიწყებ, ჩავწერ ვიდეოებსაც, რა პროდუქტებიც მივიღე, ყველაფერზე დავწერ. ოღონდაც თქვენი დახმარებით, თუკი დამადებინებთ, მე TikTok-ზე დადება არ ვიცი და თუ მომეხმარებით არ დავზოგავ თავს და ვიმუშავებ თავდადებით.
კი, ქალბატონო ნათელა, აქ იქნება საერთო ჯამში დადებული ყველა დასწავლება, ყველა მოქმედება, ვიდეოები როგორ უნდა ჩაიწეროს, რანაირად უნდა გაკეთდეს ვირუსული ვიდეოები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იქნება გაკეთებული ინგლისურ ენაზე, იქნება თარგმნილი ქართულ ენაზე ჩემს მიერ და ყველანაირი რგოლი იქნება დადებული და რაც შეეხება კონკრეტულ დეტალურ დახმარებას, თუ იმ ვიდეოშიც პიროვნება რაღაცას ცოტათი მაინც ვერ გაარკვევს და ასე შემდეგ, თუმცა მე მგონი რა ვიცი გასაგებად თარგმნი როცა თარგმნი რაღაცას მაგრამ რა თქმა უნდა დეტალურადაც შეიძლება პარტნიორები და სპონსორები დაეხმარნონ იმ ადამიანებს ვინც ცოტა ასაკშია ვისაც ცოტა არ შეუძლია ვის ტექნიკასთან ცოტა შორს არის რა თქმა უნდა ჩვენი მხარდაჭერა ყველას ექნება შეძლების დაგვარად კი რა თქმა უნდა პირადად შეგიძლიათ მეც მომართოთ ქალბატონო ნათელა და დავამატებდი ნან იმას, რომ ეს უბრალოდ იმას არ ნიშნავს, მეგობრებო, რომ ჩვენ შეგვიძლია TikTok-ზე გავიტანოთ რაღაცა ვიდეო. აი, ქალბატონმა ნანამ კარგად აღნიშნა, თითოეული შემოსული კომპანია იქნება თუ აი მსგავსი პლატფორმა იქნება, ჩვენ ხდებით მათი აფილირებული წარმომადგენლები. ხდებით სად ვარ? შევდივართ ჩვენ საიტზე, ეხლა რომ შეხვალთ, ლივგუთში პირდაპირ წერია, დამატებულია უკვე რესურსები და უკვე თქვენი, აი ლივგუთის იმაშია, ჩანერგილია უკვე, ლივგუთში ჩაინერგა TikTok-ი, გესმით სად ვართ? ეს უბრალო რაღაც არ არის, მეგობრებო, ეს არ არის, რომ TikTok-ზე გავიტანოთ ვიდეო. ეს არის ლივგუთში ჩანერგილი TikTok-ი, პირდაპირ, რესურსებში. პარტნიორი, TikTok-ი გახდა ჩვენი პარტნიორი. პარტნიორი. კი, ეს საოცრებაა, მეგობრებო. აი, რაც უფრო ღრმად კიდევ კარგად ამ ყველაფერს ჩავწვდებით, აი, ნახავთ რა უნიკალურობაა ეს ყველაფერი. აი, უბრალოდ რომ ფიქრდები, მართლა ვოცდები, აი, არ ვიცით სადა ვართ. და ჯერ ეს კიდევ არის დასაწყისი, მეგობრებო. დასაწყისი ვართ. ეს დასაწყისია იმის, რაზეც ვსაუბრობდით. ეს იმის დასაწყისია, რაზეც ვსაუბრობდით სულ ფაქტიურად. TikTok-ზე არ შეიძლება კომპანია, რა თქმა უნდა. მოგესალმებით, მეგობრებო, 2 წუთი გამოვძებნე დრო და მეც მინდა ჩემი აღრთოვანება გამოვთქვა. მოკლედ, ლივგუდმა ყველა საზღვარს გადააცილე და ყველა მოლოდინს. ყველაფერს აკეთებენ. ეხლა გისმენთ და თან ვცდილობ გავიაზრო ის ყველაფერი და აი არ ვიცი, მართლა სასწაულია. აი წარმოუდგენელი რაღაცეები ხდება ნამდვილად. ეხლა გისმენთ თქვენც და ნინიც და ინგა გოგოებო ერთმანეთს დაველოდოთ ინგა საუბრობდა გელინიძე საყვარელო ინგა ცოტა დაველოდოთ და მე აუცილებლად ვიდეოს მოგისმენთ. ინგა გავაგზავნებ მაშინ იმას ვამბობდი რომ ლივგუდმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და რა ვიცი დღეს მთელი დღე ისე დღეში ვარ და იმდენი სტუმრები მყავს და სახში აღარ ვქნა სულ ტელეფონი მიკავია ხელში ხარას ვაკეთებ ხარას მოკლედ ძალიან ბედნიერი ვარ ძალიან და მართლა ვამაყობ რომ ვარ ლივგუთში და ასეთ შესაძლებლობას გვაძლევს რომ იმედი გაგვიჩინა ხალხ ემიგრანტებს განსაკუთრებით რომ შეგვიძლია მალე ვინც ვიმუშავებთ და კარგად ვიქნებით დაუბრუნდებით ჩვენ ქვეყანაში ამაზე მეტი უკეთესი რა უნდა გაგვიკეთოს და რა უნდა ვისურვოთ ან ჩვენ მადლობა მეგობრებო ყველას გილოცავთ ვინც ახართ აქ მადლობა სტაბილური ლეგალური სუფთა შემოსავალი ამაზე საუკეთესო მართლა დღეს მართლა არ არსებობს დედამიწაზე ინგა საყვარელო ფარტენაძე გისმენ ახლა ძვირფასო იმიტომ გაგაჩერე დროებით რომ უბრალოდ ერთდროულად მოგიწიეთ საუბარი ხო რაღაც ხარვეზია და ჩემთან არის მოდა ინგას ხმა და ამიტომ კი და აი ახლა ხალხზე გათვლილი კომპანია როა ქალბატონმა ნათელამაც დაადასტურა რომ აი ასაკის მიუხედავად რამხელა სტიმული მიეცა რომ გააკეთოს ყველაფერი ამისთვის აი მართლაც ბოლომდე ვერ გავიაზრებთ ალბათ იმ ყველაფერს რაც ამ ადამიანების ტვინში და გულშია ჩადებული და არ ვიცი ყველა სიახლეს და დიდი მოლოდინებით ველოდები ხოლმე და მართლაც ხანდელი ღამე მე მგონი არ გვეძინა არავის და ველოდებოდით აი ამ სენსაციას კი ბატონო აჭრელებულია TikTok-ი ეხა ყველგან TikTok-ი თავის თავზე აღარ საუბრობს ყველგან ლივგუთი კი გისმენთ რა თქმა უნდა დილით კი მივიღე მეილი მაგ წავიკითხეთ
TikTok-ის შესახებ, მაგრამ ეხლა ვერ მოვედი ასზე და საკმაოდ კარგად განმარტეთ. ესე იგი, გამოდის რომ TikTok-ზე თუ არ დარეგისტრირებული, როგორც ჩანს პირდაპირ გვერდიდან შემიძლია გავაკეთო ეს ლიგუდის გვერდიდან, ხო? კი, ლიბგუდის გვერდიდან შეგაქვთ თქვენი TikTok-ის მონაცემები. ლიბგუდი ფაქტიურად TikTok-ი არის უკვე ჩვენი პარტნიორი, ჩანერგილია ჩვენთან კაბინეტში უკვე ჩვენს კომპანიაში, ჩვენ პლატფორმაზეა ჩანერგილი და იქიდან ხდება ყველაფერი. თუმცა იქ მერე ხდება რაღაც გარკვეული რეგისტრაციები, ხა რაზეც ახლა ამ წუთში არ ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა, იქნება სპეციალური უკვე დასწავლება, სადაც ჩვენ ყველაფერს გავიგებთ. თუმცა აქაც იყო რაღაც დეტალები, მაგრამ სპეციალური ტრენინგები არის დანიშნული, ვისი მეშვეობითაც გვასწავლიან დამაარსებლები თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ამ ყველაფერთან, რაზეც იყო საუბარი. კი, მაინტერესებდა ძალიან. კი. შეიძლება ორი სიტყვა თქვა. ის არის ვერ გამოვძებნებ მომენტი, რომ ჩემი აზრით ამეფიქსირებინა. უბრალოდ ეხლა ვფიქრობ, რატომ მაინც და მაინც TikTok-ი. ალბათ ბევრჯერ შეგხვედრიათ სოციალურ ქსელში ამოუგდია ბრჭყალებში ცეკვა თამაში ადამიანების და არა მარტო ცეკვა თამაში, რომელიც TikTok-ზე იდება. იმიტომ იდება ეს ადამიანები, იმიტომ აკეთებენ ყველაფერს, ვიდეოებს, ყველანაირ ვიდეოებს იღებენ და მიხვდებით ალბათ რაზეც საუბრობ, იმიტომ რომ TikTok-ზე ნახვები ქონდეთ, დაუგულონ და TikTok-მა მათ გადაუხადოს თანხა. ამიტომ მე ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ იმისთვის რომ თანხები გამოვიმუშაო, აი ასეთი ცეკვა თამაშის გადაღება არ გვიწევს და ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან, ძალიან ღირებულ, როგორც ჯანმრთელობის მხრივ, ასევე ფინანსურად ძალიან ღირებულ ინფორმაციას გავავრცელებთ. ამ მომენტისთვის 2,5 მილიონი ლივგუდელი, მაგრამ ხვალდაზე ციფრი გაასმაგდება და აგრეთვე ძალიან ასე ვთქვათ მზრუნველობითი მომენტია ის, რომ არიან ადამიანები ხალბატონმა ნათლამ თქვა 75 წლის ვარო. არ ვარ ამას აკის, მაგრამ მარტო შეხება მაქვს Facebook-დან, არ ვარ TikTok-ის უბრალოდ დარეგისტრირებული ვარ, თორე არ ვარ მისი მომხმარებელი და შესაბამისად არ მაქვს ცოდნა იქ ასე ვთქვათ ბრჭყალებში მოძრაობის, ხო? ამიტომ ესეც მათი მხრიდან არა მარტო ის, რომ ვთქვათ შესაძლებლობა მოგვცეს, რომ ვიყოთ ჩვენ TikTok-ში აფილირებული პარტნიორები, მათი მხრიდან არის მზრუნველობა უზომოდ იმისა, რომ ჩვენ განათლებაც იმ გაგებით, რომ მოგვცენ ინსტრუქცია, მოგვცენ დასწავლება თუ რა როგორ გავაკეთოთ, რომ ჩვენ შევძოთ თანხების გამომუშავება. ასე რომ მე ასმაგად ბედნიერი ვარ, რომ სწორ დროს, სწორ ადგილას მოვხვდი და მე მქვია ლივგუდელი, რადგან ჩვენი ხმა ლივგუდელების ისინი, ვინც დღეს ვართ და ისინი, ვინც ხვალდაზე შემოგვიერთდებიან, ჩვენი ხმა მსოფლიოს მისწვდება. ნამდვილად ეს ასე იქნება, მეგობრებო. ამას თქვენი თვალით დაინახავთ. ლივგუდის ხმა უკვე მიწვდა სოფლიოს, ახლა საქართველოს ხმა უნდა მივაწვინოთ სოფლიოს. მოგიერთდებით ორი სიტყვით თუ შეიძლება. რა თქმა უნდა, გისმენთ ქალბატონთია. უპირველესად ყველას მოგესალმებით. გილოცავთ ლივგუდის ოჯახო TikTok-ზე ოფიციალურად შემოსვლას, ეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია ჩვენი გლობალური განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ამაზე იყო საუბარი ამ საღამოს აქ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ხმა, მისია და შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტ ადამიანს მეწოდება. ვამაყობ, რომ ამ საოცარი მოძრაობის ნაწილი ვარ. გისურვებთ ყველას წარმატებებს, ყველას ერთად წინსვლას ჯანმრთელობისა და თავისუფლებისკენ. ასევე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ლივგუდის დამფუძნებლებს. მათ შეცვალეს, რა თქმა უნდა, უამრავი ადამიანის ცხოვრება სოფლიოში და მათ შორის ჩემიც. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ ნანა ლომიძეს და გურწფელად შემიძლია თქვა, რომ ბრავო და ბრავო, კიდევ ერთხელ ბრავო. აი ამით შემოვიფარგლები, მეც არ ვიტყვი არაფერს, იმიტომ რომ კიდევ ბევრი დგანან რიგში და ილაპარაკოს ხალხმა. ძალიან გახარებული ვარ, ყველას გული გახარებულია, ბევრი კიდევ გახარებული შემოგვიერთდება და წარმატებებს გისურვებთ. ყველას ერთად, ლივგუდის ოჯახი. იცოცხლეთ, გაიხარეთ, თქვენც ასევე გისურვებთ ყველაფერ ყოველივე საუკეთესოს, რაც არსებობს სამყაროში. მადლობა. მადლობა დიდი. აბა პარტნიორებო.
აბა პარტნიორებო გისმენთ? ყოველთვის ვამბობთ ხოლმე ქალბატონო ნანა ასეთ სიტყვებს, რომ ლივგუდი არისო შანსი და უდიდესი შესაძლებლობები და ამაში უფრო მეტად და მეტად წმუნდები ამ დათან სულ ახალი ამდენი სურპრიზების შემდეგ და რაც თავარი ეს არის მეგობრებო ახალი თაობის ბიზნესი ნამდვილად რამდენჯერ გააჟღერა ქალბატონმა ნანამ რომ ეს ციფრული სისტემა უკვე ამაზე გადადის უკვე მსოფლიო და გადასულიც არის და ეს ლივგუდი ზუსტად ამ პროგრამით აკეთებს ყველაფერს რამდენად დიდი შანსი და შესაძლებლობა არის მართლაც ეს ჯერ ყველასთვის იმიტომ რომ ნებისმიერი ასაკიანი ადამიანისთვის ეს ბარიერი დაამსხვრია ლივგუდმა არ არსებობს აქ რომ დღეს რომ წუთის ოფელში სამსახურს ვერ დავიწყებდით თუ 50 წელიც უკვე დიდი იყო ლივგუდმა ამის შესაძლებლობა მისცა ყველა ადამიანს ვისაც აქვს უნარი და შესაძლებლობა მიუხედავად ასაკისა და რამდენად დიდი შანსი არის ეს ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდი გამართლება და შესაძლებლობები არის და ეს ყველაფერი შესაძლებელია ვიდრე არსებობს ეს მოწვევის სისტემა დღეს. ვიცით რომ არსად არ არის დაუსრულებლად, გინდაც Amazon-ი, გინდაც Costco ნებისმიერი უდიდესი კომპანიები ავიღოთ, ეს მოწვევის სისტემა დაუსრულებლად არსად არ ხდება და ასევე იქნება აქაც. და გილოცავთ მეგობრებო, ვინც დღეს კომპანიის სრულუფლებიანი პარტნიორი ხართ. აი გილოცავთ რომ სწორ დროს სწორი ხედვა გამოავლინეთ და აი ვინც არის რომ ჯერ კიდევ ფიქრობს ნუ თუ არის კიდევ აქ რამე დასაფიქრებელი, ნუ თუ არის აქ კიდე რამე დასაყოვნებელი, მე ეს არ ვიცი, ამ კითხვაზე მე პასუხს ვერ ვცემ. ყველას გისურვებთ, რომ დღევანდელმა საღამომ კიდევ ერთხელ დაგანახოთ, რომ აი რა არის სწორი დღეს, რომ ვიყოთ ბედნიერი როგორც ფინანსურად, ასევე ჯანმრთელობით და ასევე თავისუფლებით, რომელიც დღეს ყველას გვაკლია. მადლობა ქალბატონო დალი თუ არის სტუმრებიდან ვინმე ქალბატონო ინგა გადავხედოთ თუ არის სტუმრებიდან ვინმე რომ მივცეთ სიტყვა ორ სიტყვას მეც ვიტყვი ქალბატონო ნანა ჩვენი კომპანია მართლაც ფურორი მოახდინა ამ საუკუნის რომ მიტყვიან ნომერ პირველი კომპანია გახდა უკვე სულ მცირე ხანში და ძალიან დიდი მიღწევები აქვს და ეს მიღწევები დამოკიდებულია მის დამაარსებლებზე, რომლებიც მართლა ყოველდღე და ღამე ზრუნავენ, რომ როგორმე ეს კომპანია იყოს პირველი მსოფლიოში. ამასთან ერთად ჩვენი ლიდერიც ქალბატონი ნანაც ყველანაირად ცდილობს, რომ ჩვენ არ ჩამოვრჩეთ ქართული ჯგუფი, არ ჩამოვრჩეთ ლიდერი, რომელმაც მთელი ღამე გაათენა ეს ამბავი მოусმენა დილის შვიცარზე საგლოში ჩვენთან 7-8 ნახევარი იქნებოდა წერს რომ გოგუებო გვიძავთ და დაუწერეთ ჩვენ კი გვიძავთ მაგრამ თქვენ რატო გვიძავთ რო 4 საათი გვიძარი იყო და ეს ახალი ამბავი რომელიც ასეთი ფურორი მოახდინა ერთი სული ქონდა ჩვენთვის როგორმე ჩვენამდე მოეტანა მთელი დღე იმუშავა რომ დღეს აუცილებლად ჩვენამდე მოსულიყო. ამას მეგობრებო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც ადრე გავიგებთ, ადრე წავალთ წინ, რაც ჩვენთვის უფრო ხელმისაწვდომი იქნება და ინფორმაცია იქნება, თუ რამე უფრო სასარგებლოა ჩვენთვის და უფრო კარგი იქნება ჩვენთვის, ჩვენი მუშაობაზე შედეგი ექნება. ჩვენ რო ეს 2 წლის შემდეგ გაგვეგო, 4 წლის შემდეგ გაგვეგო, ჩვენ აქ ვერაფერს ვერ გავაკეთებდით. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო ჩვენს დამაარსებლებს, ჩვენს ლიდერს, ქალბატონ ნანა ლომიძეს და ასევე მინდა მეგობრებო, ვისაც ეს ნაბიჯი ჯერ არ გადაგიდგათ დროა, იმიტომ რომ ეს კომპანია 2 წელია და უკვე ამ ხელა ფურორი მოახდინა და ალბათ 1-2 წლის შემდეგ ამ კომპანიაში სანაკლად ექნებათ ხალხს უკვე მოხვედრა. და გილოცავთ ამ TikTok-ის შემოსვლას ჩვენს საიხარე ქალბატონო მანანა ძალიან დიდი ბოდიშის მოხდეთ. ეხლა მე მინდა ორი სიტყვა ვთქვა. ერთი წუთით ქალბატონო ნათი ერთი წამით სიხარულო დაასრულოს სიტყვა თუ შეიძლება და მე თქვენც მოგცემთ სიტყვა. არ დავასრულებ კაცრავად.
აი და კარგი არა უჭავს რა თუ კითხვებსაც აქვს სრული რომ გამოთქვან თავის აზრი მე მთელი დღეს ამ ახალ ამბებს ველოდებოდი და მოლოდინის რეჟიმში ვიყავი სულ და მართლაც არ ვიცი აი საოცრებაზე საოცრებაა უფრო ეს ამბავი რაც ალბათ არ ვიცი რომელ კომპანიაში იქნებოდა ასეთი ამბავი არ ვიცი დღესდღეობით TikTok-ი ალბათ ბავშვმაც კი იცი ის რომ სოფლი TikTok-ისთან მომხმარებელი ალბათ არავის ყველაზე დიდი მომხმარებელი TikTok-ს ყავს და ეს TikTok-ის ჩვენთან შემოსვლა ნუ არ ვიცი ცაზე ვარსკვლავის გახსნას ნიშნავს გილოცავთ ვინც პარტნიორები ხართ და გისურვებთ ვინც არა ხართ პარტნიორები დროულად მოსულიყავით კარგ დროს კარგ ადგილას მოვხვდით ჩვენ და თქვენც ასევე გისურვებთ რომ მალე მოხვედრილიყავით ჩვენს რიგებში წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო ყველას მადლობა ეთყობა ხარბეზია შესაძლოა ტელეგრამში და ერთმანეთის ხმა ზოგჯერ არ ესმით და ამიტომ უდროოდ ხდება ხოლმე ცუდად ისმოდა ცუდად ჩემთან ცუდად ისმით ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით ქალბატონო მანანა მაპატიეთ მაგრამ ყველამ თავისი აზრი კი გამოთქვა ყველაფერი ითქვა რასაც თქმელი იყო მაგრამ მე პირადად ნანას მინდა მიულოცოს თავისი წარმატება თავისი შრომა რო გიფასდება შვილო და ჩემო ქალბატონო, ჩემო ლამაზო, უსაყვარლესი ადამიანი ხარ, რომ პირველ რიგებში ქართველები ვართ, რასაც ქვია ქართველები ვართ და აი ეს ჩვენი ქართველობა გაამართლებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ძალიან მიყვარხართ სულ ყველა თითოეული აი რომლებიც ხართ აქ შემოსულები და ზღერხართ და ისმენთ. უფალმა დაგლოცოთ. დღევანდელი დღის მადლმა აგვისტოს თვე არის უფალის და დედა ღვთისმშობლის წინხვედრი და წინხვედრი ქვეყანას ამავე დროს მადლობა ჩვენს ენოდამება ეხლა ვეღარ იმაშურები ჩვენ დიდ ბოსებს ორივეს ერთად და მეორესაც უფალმა დალოცოს წინით მეტი არაფერი არ მინდა მიყვარხართ გეფერებით ნახვამდის კარგად იყავით სულ ყველა მეჩქარება ბებიას უნდა მივხედო ბუდიშის მოხ გაიხარეთ მადლობა არა ხარზე ვარ გისმენთ მადლობა ნანა კიდევ ერთხელ მინდა უღმესი მადლობა გადაგიხადო მთელი ჩატის სახელით რომ ასეთი დიდი შრომა გასწიე და ესე ოპერატიულად გადათარგმნე ეს უნიკალური ვიდეო რგოლი ძალიან გახარებული ვარ, რა თქმა უნდა, აი ემოციებისგან უკვე ალბათ ვეღარ ვსაუბრობ, ისეთი გახარებული ვარ და ეს ალბათ ჯერ კიდევ არ ვილოდით ხომ ჩვენ ასეთ სენსაციურ ინფორმაციას, თქვენ უკვე რამდენჯერ ბრძანეთ, რომ მე ჯერჯერობით აღარ ველი, აი ის რაც არის, იმით ვისარგებლოთ, ის გამოვიყენოთ. რამდენი შანსი მოგცა კომპანია ლივგუდმა ვისარგებლოთ მოწვევის სისტემით და აი უცბად ესეთი უნიკალური საშუალება და უნიკალური ინფორმაცია მოგვაწოდეთ დღეს. ძალიან გახარებული ვარ, უსურვებ თითოეულ პარტნიორს, მოწვეულ სტუმრებს, რომ გამოიყენონ ეს შანსი. და დღევანდელ ვიდეო რგოლში რაიანა გუტკინმა უფრო სწორად ვიძახი ალბათ ხომ გააჟღერა რომ ჩვენი გუნდი არ შეწყვეტს მუშაობას ვიდრე იმ შედეგს არ მივიღებ და თითოეული პარტნიორი არ მიიღებს იმ შედეგს რაც გვაქვს ჩანაფიქრში და ასე ერთად მხარდამხარ დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს გუნდი გავა მსოფლიოზე და საოცარ შედეგებს დავდებთ და ვიამაყებთ როგორც თქვენი ასევე ჩვენი ესეთი რუდუნებით ნაშრომის ვიდეოების გამოქვეყნებით და ფინანსური და აგრეთვე ჯანმრთელობის გაუმჯობესებით. წარმატებებს გისურვებთ ყველას. მადლობა დიდი, მადლობა. არ ვიცი თუ კიდევ ვინმე აქვს სათქმელი, კი ქალბატონი რაია. კი, გისმენთ ქალბატონო რაია. სალმებით საღამოუშვიდობის ძვირფასო ქალბატონო ნანა ჩვენო ბრილიანტო ძალიან მიყვარხართ ძალიან გაფასებთ დიდი მადლობა ამ საოცარი ვიდეო რგოლისთვის ძალიან ბევრ შრომობს ჩვენი გულისთვის საქართველოს ჩათის გულისთვის ჩვენ თუ ვერ დაგიფასებთ ღმერთი დაგიფასებს ასმა გადამას და დიდად TikTok-ის არაფერი არ გამეგება მაგრამ იმედია იმასაც ვისწავლი და ძალიან სასიხარულო ამბავი გააჟღერეთ და სულ ყველას წარმატებებს უსურვებ საქართველოს გუნდში ვინც ვინმე
გვარდდა შენ სულ წარმატებები და ბრილიანტი და გვირგვინოსანი ბრილიანტი მოგველოცოს მალე დაეფასებინოს ღმერთს და თითოეულ ადამიანს ეს შრომა რა შრომასაც შენ წევ თითოეული ადამიანის მიმართ ძალიან მიყვარხარ და გაფასებთ ასევე მე ძალიან მიყვარხარ ქალბატონო რაია მეც გაფასებთ უაღრესად და გისურვებთ საუკეთესოს ყველაფერს და TikTok-ი არ არის პრობლემა TikTok-ს გავარკვევთ ეგ ჩვენ ხელშია ყველაფერი თავარია კარგად ვიყოთ ჯანმრთელად ვიყოთ ლივგუდი გვაძლევს ამის შესაძლებლობას რომ ჩვენ ვიყოთ ჯანმრთელები და TikTok-ს ეშველება ეგ არაფერია მაგაზე ნუ დარდობთ ნუ რავი პრინციპი მარტო TikTok-ში არ არის ნუ TikTok-ი თვითონ ბენგლისკი მას თქვა რომ უშუალოდ TikTok-ი აირჩიეს იმიტომ რომ ყველა სოციალურ ქსელს ასე ვთქვათ გადააბიჯა TikTok-მა ამ კუთხით, იმიტომ რომ ყველაზე პოპულარულია, ჩამოთვლილი იყო იქ ყველა სოციალური ქსელი, რაც არსებობს და TikTok-ს აქვს დიდი რაოდენობის ყავს მომხმარებელი და ასევე მილიარდიანი შემოსავლები აქვს TikTok-ს. ისე რომ მოკლედ არ ვიცი სად შევყავით თავი და სად ვართ, უბრალოდ TikTok-მა შემოყო ჩვენთან თავი, ასე შეიძლება უფრო ითქვას, იმიტომ რომ TikTok-ი დაფიქსირდა ჩვენთან. ჩვენ კი არ დავფიქსირდით იქ, TikTok-ი დაფიქსირდა ჩვენთან. ხდებით განსხვავებას? ქალბატონ ლია თეოდორაძე. ხდებით. კი, გისმენთ. ქალბატონ ლია. მოგესალმებით. დილიდან იყო მინიშნება ქალბატონი ნანადან, რომ რაღაცა ძალიან სასიხარულო გველოდებოდა. და რა თქმა უნდა, პირველი რომ დაიწერა, რომ თუ გვიძავთო, მეთქი რაღაცა ხდება, მართლა რაღაცა ხდება, თორე ასე არ დაწერდა მეთქი. მთელი დღე ვარ ემოციებში, რომ მეთქი ნეტა რა იქნება, ну რაღაც მინიშნება მივხვდი როგორ არა, მაგრამ აი ყველაფერს ეხლა მე თვითონ დავჯდები და დავიწყებ გადათარგმნასო და აი მართლა მაგარი ადამიანი ხარ, ნანა მინდა გითხრა. მართლა ყველაფერს აკეთები იმისათვის, რომ როგორღაც ჩვენ წამოვწიოთ წინ და აი შედეგი დაიდოს, იმიტომ რომ მაგარ საქმეს ჩაუდექი საქართველოში სათავეში და ეს არ არის პატარა საქმე. ცოტა ქართველებისარმაცი ხარხივართ. ცოტა და ნამდვილად გვინდა ეს მუხტი თქვენგან და გათამამება, რომ ამ მაგარ საქმეში ყველამ ჩვენი წილი აგური დავძოთ. ეს რაც სიახლე გაჟღერდა TikTok-ი, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ TikTok-ი მრავალფეროვანია, უამრავი ხალხი შედის და აი ჩვენი ფიქრები წავიდა, აბა ეხლა მე რას გავაკეთებ იქ, როგორ შევიტან სიახლეს TikTok-ზე თქვა. არ იქნება ეს უსწავლელი, შევისწავლით და თან ნამდვილად უნდა გვეამაყებოდეს, რომ შევართ ღირებული პროდუქტით, ძალიან მაგარი პროდუქტით, ისე რომ ვერავინ ოდნავათაც ვერ გაიყინებს ჩვენზე. პირიქით ჩვენ თავს ნამდვილად ღირსეულად წარმოვაჩენთ, ჩვენ ნანადან იმდენი რამ ვისწავლეთ უკვე და გავიარეთ, რომ დიდი გზა მე მგონი დაძლეულია და ეხლა TikTok-საც შევუდგებით. მე მაგალითად ამ აზრზე ვარ. დავალაგებ ყველაფერს ჩემ თავში და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან მაგარი შესაძლებლობა ჩვენთვის. აი, უმაგრესი შესაძლებლობა იქნება TikTok-ი. ჩვენი ლივგუდთან ერთად, აი, ლივგუდის პროდუქტებთან ერთად ძალიან მაგარი იქნება TikTok-ზე მუშაობა. კი, რა თქმა უნდა, ასეა. მადლობა ქალბატონო ლია და კიდევ ეს არის, რომ ჩვენ უკვე TikTok-ის მეშვეობით არა უბრალოდ და მხოლოდ აუდიტორიაზე გავდივართ, ჩვენ უკვე გავდივართ მსოფლიო აუდიტორიაზე. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რასაც ჩვენ იქ დავდებთ TikTok-ში, იმ TikTok shop-ში, ხომ? ეს იგივეა და TikTok Story, ხო? აი როგორც Play Store რომ არის, აი დაახლოებით TikTok Story, სადაც ჩვენ შევიტანთ ჩვენს აი ამ ინფორმაცია იქნება ეს თუ პროდუქტი იქნება ეს, რასაც გავყიდით ინფორმაციას თუ პროდუქტს. ეს უკვე გავა ფართო აუდიტორიაზე, ეს გავა მსოფლიო აუდიტორიაზე. ანუ ჩვენ თუ სიტყვაზე აი გვაქვს მაღაზიაში და ყავს 100 მომხმარებელი, დღეს ჩვენ ყავს მილიარდი მომხმარებელი. ხვდებით რასთან გვაქვს უკვე საქმე?
ანუ ჩვენი პროდუქტი მარტო რაღაცა პატარა ესე განსაზღვრულ საქართველოზე კი არ არის უკვე გათვლილი, არამედ მთელ მსოფლიოზეა გათვლილი. ეს არის ძალიან მაგარი რაღაცა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. ეს серьезно შემოსავლებზე. Добрый вечер, друзья. Привет. Добрый вечер. Калбатони егане შემოგვიერთდა ჩვენი ძვირფასი პარტნიორი აზერბაიჯანიდან. Большинство из вас уже знаете меня, но для тех, кто не знаком, позвольте представиться. Меня зовут Яна Гаджева, я лидер азербайджанской команды Livgood. მე ვარ ვინც არ მიაპირებდო ვინც არ მიცნობსო გაგაცნობ თავსო მე ვარ ეგანე ჰაჯიევა Livgood-ის ლიდერი აზერბაიჯანის ჯგუფში ჩვენი გაგრძელება სხვათა შორის საქართველოს ხაზის გაგრძელებაა ეს да я вошла к вам без разрешения но знаю что вы народ гостеприимный не прогоните меня. Нет, во-первых, не без разрешения я пригласила вас. Ну, остальные же не разрешили еще. Да. Ну, и тем более наша команда, часть вашей команды. Я, к сожалению, не поняла обсуждение, так как не владею языком, на котором вы говорите, конечно. Но поскольку знаю тему сегодняшней встречи, хочу тоже поделиться с вами своими мыслями. სამწუხაროდ მე ვერ გავიგე რაზე საუბრობდით რომ მხოლოდ ემოციები ესმოდა ფაქტია რომ ენა არ იცის მაგრამ მე რა თქმა უნდა მინდა ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ ამ თემასთან დაკავშირებით. Хочу сказать, что Livgood действительно одна из самых надежных и перспективных компаний в мире по производству пищевых добавок. Именно поэтому за короткое время она смогла объединить вокруг себя так много людей. Я очень рада, что здесь. Я переведу, пожалуйста, да? Да. მინდა მოგახსენოთ, რომ Livgood მართლაც ის საოცარი კომპანია, რომელმაც ფურორი მოახდინაო მთელ სოფლიოშიო განსაკუთრებით პროდუქტის მიმართულებითო და აქედან გამომდინარე იმიტომ არის რომ მან შემოიკრიბა სოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი და ასე შეაფარდა. Да. Могу говорить. Да. Да, здорово, что мы с вами познакомились с Livgood. Создатели этой вообще компании на каждом шагу доказывают, что они действительно заботятся о благополучии людей, нас с вами. И вообще вот все новое связанное, да, сейчас вот разговор идет о ТикТоке, да, связанное с ТикТок. В очередной раз это подтверждает на самом деле, что компания на самом деле думает о нас, о людях, о простых людях. Да, ჩვენო ფაქტიურად დღეს კომპანია მართლაც ეს ერთ-ერთი განსხვავებული კომპანიაა და დამაარსებლები, რომლებიც რაც იშვიათი შემთხვევაა დღესო ზრუნავენ მართლა ჩვეულებრივ საშუალო ფენის და უფრო დაბალი ფენის და ასე საერთოდ ადამიანებზე. ანუ ეს მართლაც საოცარი რაღაცა არისო და აი ეხლა ეს სიახლე, რასაც ჩვენ ეხლა უცებ წავაწყდით ამ სიახლეს, რაც კომპანიამ ჩვენთვის გააკეთაო, ეს კიდევ ამის დასტური არისო, რომ მართლაც ადამიანებზე ზრუნავენ ეს პიროვნებებიო და რაც სასიხარულო არის. Да, я от чистого сердца поздравляю с этой потрясающей возможностью свою команду и так вообще всех участников, и свою, и вашу команду. Уверена, что и мы, и вы вместе, все партнеры будут использовать эту возможность и наберут хорошую большую команду, и хороший заработок будет от продажи. მე მთელი გულით გილოცავთო ჩემს გუნდსაც ვლოცავ თქვენს გილოცავთო ყველა მონაწილეს ვლოცავ ვინც არის აქ კომპანიაშიო
ვინც შეიგრძნო ლივგუდიო, აი ამ დიდ წარმატებასო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულ შედეგებზე გავალთ, ძალიან სერიოზულ სტრუქტურას შევქმნით ამ გაყიდვებით და ასევე ძალიან მაგარი შემოსავლები გვექნება. А я добавлю от себя, что мы, когда уже станем миллионерами, в круизе встретимся все вместе. Ჩემი მხრიდან დავამატე ის, რომ ჩვენ როდესაც სერიოზულ პრინციპზე გავალთ, ყველა გავხდებით ძალიან დიდი თანხების ფლობელები და კრუიზში შევხვდებით ყველანი ერთად ვიზეიმებთ ამ ბედნიერებას. ეს ჩემი მხრიდან დავამატე უკვე. Да, я с тобой полностью согласна. И благодарю всех за внимание. Спасибо большое. Გმირსი მადლობა ყურადღებისთვის, დიდი მადლობაო. მოკლედ ასე მეგობრებო, არ ვიცი თუ კიდევ არის ახლავე ძვირფასო მეგობრებო. ახლავე გეფერებით მეგობრებო, დიდი სიყვარულით და გილოცავთ ამ დიდ წარმატებას. თქვენ იცით ჩემი მდგომარეობა მეგობრებო, მაგრამ ვერ შევძელი რომ ეს თქვენი სიხარული არ გამეზიარებინა. ქალბატონო ნანა, მე საერთოდ დიდი ქება და დიდება არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ თქვენ შრომას ვინც არ დაინახავს და ვერ დაინახავს, ის იქნება ძალიან დიდი დამნაშავე. იმიტომ რომ თქვენ საკმაოდ დიდი შრომა გაწიეთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დაგემსახურებინათ. მე ვწუხარ იმისთვის, რომ თქვენ იცით, რომ მე უძვირფასესი მეგობარი დავკარგე, რომელსაც ყველა სიხარულს უზიარებდი თუ რამე განხარდებოდა. და ვწუხარ, რომ ამ შემთხვევაში არ შემიძლია მე მას ეს სიხარული გაუზიარო, მაგრამ მერწმუნეთ, მას ისე გაეხარდებოდა ეს, რომ როცა რაღაც გაეხარდებოდა ხოლმე, რომ დამინახო ბალეტს ცეკვაო, მეტყოდა ხოლმე ყურმილში. მეგობრებო, არ მინდა ეხლა ძალიან დრო დაგამწუხროთ, მინდა უდიდესი წარმატებისთვის მიგეღწიოთ კიდევ და კიდევ, უფრო მეტ სიმაღლეზე, დამიჯერეთ ამ მოკლე ხანში თუ რამე გამახარებდა არ მეგონა, მაგრამ ვიზიარებ თქვენს ამ უდიდეს სიხარულს და ნამდვილად ისეთი რაღაც მოხდა, რაც მართლა ირმის ნახტომივით არის ლივგუდში, მე ესე ვიტყოდი. ეს არის საოცარი ნაბიჯი კი არა ნახტომი მეგობრებო. გილოცავთ ამ დიდ წარმატებას და მე ძალიან მიხარია ის, რომ ადამიანები მიხვდნენ, რომ ველობა ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ შენ თავზე იზრუნო, ეს ნიშნავს იზრუნო სხვებზე. აი ამას როდესაც მიხვდებიან ის დირექტორები, დაწესებულების ხელმძღვანელები, აი მაშინ იქნება მართლა კარგი ცხოვრება დადგება. მაგრამ ამას სამწუხაროდ ბევრი დღემდე ვერ მიხვდა და ალბათ მომავალშიდაც ისე გააგრძელებს. ქალბატონო ნანა, მე მივაქციე ყურადღება იმას, რომ ბატონო ბენგლინსკი კითხვას სვავს. როგორ ფიქრობთ? რა გავაკეთოთ? მომწონს გადაუხადოთ ეს თანხა თუ გადანაწილდეს ყველაზე? მე შემიძლია ჩემი პატარა აზრი გამოვთქვა, თქვენ შეგიძლიათ დამეთანხმოთ ან არ დაგეთანხმოთ, მე არა ვარ ამისი ესე ვთქვათ, რომ ბეჭედი დავასვა ამას, მაგრამ ჩემი აზრი ესეთია. როგორც ბენგლინსკი, ნოუდერხაზანი, გუდკინები ზრუნავენ იმაზე, რომ ყველა იყოს ბედნიერი ამ კომპანიაში, ასევე მე ვფიქრობ, ჩვენც უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მე რა ადამიანმა ვიღაცა ვერ მოიწვია, მაგრამ მან დაინახა, რომ ლივგუდი ეს არის უდიდესი პერსპექტიული კლუბი და მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები უნდა დაჯილდოვდნენ იმით, რომ ყველა შემოსული თანხა უნდა გადანაწილდეს ყველაზე და ჩვენ ერთად უნდა ვიზეიმოთ ყველამ ჩვენი დიდი სიხარული, ჩვენი დიდი წარმატება და ჩვენი შემოსავლები. მე ვფიქრობ, ასე უნდა იყოს. დანარჩენი თქვენთვის მომინდვია, თქვენ როგორც იტყვით, ისე იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ჩემი პატარა აზრი, ჩემი პატარა სურვილი და
ფიქრობ რომ აიზიარებთ წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო მადლობა გაიხარეთ ფაქტიურად გლინსკიმაც ეგეთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული რაც თქვით მაგრამ კითხვა მაინც დასვა რომ აუდიტორიამ პარტნიორებმა მაინც კარნახონ რა უფრო ურჩევნიათ თავისთავად ჩვენ ასსაც დავაფიქსირებთ და სხვაებიც დააფიქსირებენ და რაც უფრო დიდი რაოდენობა რა რისკენაც უფრო გადაიხრება ისე იქნება გადაწყვეტილება მიღებული რა თქმა უნდა დიდი მადლობა მას ამისთვის რომ ჩვენთან დასვა კითხვა დიდი მადლობა უღრმესი პალესტინებს ამ ყველაფერს რა თქმა უნდა უღრმესი მადლობა იმ სიტყვებისთვის რაც თქვით უღრმესი მადლობა ამ მადლიერებისთვის კიდევ ერთხელ ვიზიარებ თქვენს წუხარებას ჩვენ ყველა წუხართ და გავიცით ამ ყველაფერს რა თქმა უნდა და ზუსტად ვიცი რომ მართლაც ქალბატონ მედიას ძალიან გაუხარდებოდა ეს ამბავი, რასაც ახლა ჩვენ ვზეიმობთ ასეთი სახით, ანუ ისე დაემთხვა, რომ ზუსტად ამ ტრაგიკული სიტუაციის მერე შემოვიდა ეს ინფორმაცია და უბრალოდ ნათქვამი ასე ხომ ქართველის ნათქვამი სიხარულის წუხილი მოყვება წუხილს სიხარული და ასე შემდეგ ასე ცვლის ერთმანეთს ჩვენი ცხოვრების გზა. ამიტომ რას ვისაუბრთ? ესეც ხდება, ისიც ხდება და მადლობა ღმერთს რომ დღეს ეს მოხდა და ვინც დღეს არსებობს და ცოცხლობს ისინი მაინც გაიხარებენ ამ ყველაფრით რაც დღეს ჩვენ ვიგულმა გვაჩუქა. უღრმესი მადლობა ამ ჩართვისთვის. აქ იყო კიდევ ხელები, მე ვფიქრობ ხელი ქონდა აწეულ ბატონ ვინმე თამასი დავითაძეს. ბატონო თამას გისმენთ? თქვენ უნდა დააჭიროთ მიკროფონს. ბატონო თამას, თქვენ გახსნილია თქვენი მიკროფონი, უბრალოდ თქვენ უნდა დააჭიროთ. და ასევე ვინმე ქალბატონი გაგნიძე იყო, ვისაც ჰქონდა ხელი აწეული. ამაზის მერე შეგეკითხებით თქვენ, მიკროფონი გახსნილია როგორც ვხედავ. შეგიძლიათ მეგობრებო, ან ერთი ჩაერთოთ, ან მეორე. თუ შეიძლება მიკროფონი გაუხსნათ ბატონ თამას, მე მგონი დაიკეტა მიკროფონი. გახსნილია ნენა. გახსნილია და გაგნიძე სახელი აღარ მახსოვს. ქალბატონი ნანა გაგნიძე იყო თუ არ ვცდები. კარგით მეგობრებო, ეს წყობა როგორც არჩენს მიკროფონებს ვერ რთავენ. პრობლემაა, იმიტომ რომ ხელი ქონდათ აწეული ყოველ შემთხვევაში და ამიტომ ჩვენ მივეცით საშუალება რომ მათ ვეთქვათ თავიანთი სიტყვა. ალბათ დავასრულოთ. ბატონო, შეიძლება მოუერთდები ამ დიდ სიხარულს და მე მადლიერებას გამოვხატა. მე ყოველთვის დიდი იმედი მქონდა და ვიცოდი რომ აუცილებლად რაღაცა მოხდებოდა სასწაული და ნამდვილად გახარებული ვარ და მადლობა ბენგლინსკის და ნამდვილად იმსახურებს ლივგუდი აი ამას მართლაც აღმოჩენა ლივგუდი და მადლობა ძალიან გახარებული ვარ. ერთი ორი სიტყვა მეწმინდა ისმის? კი ბატონო, კი ისმის. მადლობა ყველასთვის ანა და გილოცავთ ყველას. მართლაც საუკეთესო ადამიანი ხართ და ერთი მინდოდა აი აზერბაიჯანელი რომ პარტნიორი რო ლაპარაკობდა იმის ისინი შეიძლება დაინტერესებული მყავს აზერბაიჯანელი და დავპირდი რომ ვინმეს მოუძებნიდი და ჯგუფიც არსებობს ხო? კი რა თქმა უნდა ჯგუფი არსებობს. პროდუქტებიც არის და მე რაღაცა როგორ წავიდა თუ არა იმას მაინც მოასწრებდი აქ. როგორ? დავუკავშირდები და დაგაკავშირებთ და დაესაუბრეთ თქვენ. მან ტელეფონი რო იყოს არამე. მადლობა შეტობიანი ღამე ყველას. მადლობა ქალბატონი ნათია.
გაგიხსნით ახლა მიკროფონს და გისმენთ ქალბატონ ნათია. მოგესალმებით ყველას, გილოცავთ. აბდით. გამარჯობა. შესანიშნავი, გამარჯობათ. ამბავს ძალიან მოხარული ვარ და გილოცავთ ყველას. აქამდე არ ვიცოდი ეს პროდუქცია, ვერ ვიღებდი ხმას და ახლა ნამდვილად დავწმუნდი, რომ არაჩვეულებრივი პროდუქცია გვაქვს. უკვე 16-ში მომივიდა და ვსწრებ ამ პროდუქციას და რა პრობლემები მქონდა, ყველაფერი ჩამიხშო. ძალიან დიდი მადლობელი ვარ. გილოცავთ ყველას. მას არაჩვეულებრივი გუნდია, არაჩვეულებრივი მენტორები, არაჩვეულებრივი და ყველა. გილოცავთ. იცოცხლეთ, გაიხარეთ თქვენც, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. მადლობა დიდი. თქვენც გილოცავთ გულწრფელად. გაიხარეთ. წარმატებები ყველას. ასევე რა თქმა უნდა. ქალბატონი მზევი ლეჟავა. ქალბატონო მზევი, გაგიხსნით ახლა მიკროფონს, გისმენთ ქალბატონო მზევი. ზევინარ, თუ არ ვცდები. მოკლედ წერია. ქალბატონო ზევინარ, გისმენთ. მიკროფონი გახსნილია. ეხლა ისმის. გისმენთ. მოგესალმებით ყველას, ძვირფასო პარტნიორებო და სტუმრებო, დიდი მადლობა ქალბატონო ნანა, აი ასე რომ გაგვამხიარებთ ამ საღამოს და ესეთი სიხარული რომ მოგვანიჭეთ, ძალიან დიდი წვრილი მიგიწვით თქვენ ამისთვის, თარგმნის და ყველანაირად ბევრს შრომობ და ამას ღმერთის კიდე დაგიფასებ და რა თქმა უნდა ჩვენ და დიდი მადლობა იმ გამარჯვებელს, რომლებიც აი უბრალო ადამიანები ჩანან, ძალიან უბრალო და იმას ფიქრობენ, რომ როგორმე სიკეთე გაუკეთონ ადამიანებს და აი ესეთი მილიონერები რო არიან და ზედ არ უყურებენ ადამიანებს და იმაზე ფიქრობენ აი კარგზე და როგორმე შეგვიმსუბ უქონდა, როგორმე ესე იგი ჩვენ ხელფასი რო გქონდეს და აი ამაზე ფიქრობენ და დიდი მადლობა და ღმერთმა დაროსოს აი ასეთი სიკეთებელი ადამიანები ღმერთმა დაროსოს და ასევე თქვენ დაგდოსოთ ღმერთმა ქალბატონო ნანა თქვენი ძვირფასი ოჯახი და ასევე ყველა დაროსილი იყოს ვინც აქ ვიმყოფებით დიუგედელები და ასევე სტუმრები და ყველას მშვიდობიან საღამოს გისურვებთ და დიდი მადლობა ყურადღებისთვის. კარგად მზადდებოდეთ. კარგად, თქვენც ასევე ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მადლობა ქალბატონო მზევინარ. მადლობა. კარგით მეგობრებო, დავასრულოთ ალბათ უკვე ძალიან ესეთი ეიფორიული საღამო გქონდა, არ ვიცი რამდენად მოვახერხებთ სულ ყველა დაძინებას, იმედია დაგვიძინება. ყველაფერი კარგად იქნება. უღრმესი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, უღრმესი მადლობა რომ გაიზიარებთ ჩვენთან ერთად ეს სიხარული და ბედნიერება და იმედია შემდეგი დღეები კიდევ უფრო ბედნიერი გვექნება და კიდევ უფრო საინტერესო სიახლეები იქნება აქ, რომელიც მოკლედ საშვილიშვილო ისტორიულ კომპანიაში აღმოჩნდით, რომელმაც მართლა როგორც ვიდეო რგოლში ვთქვი, სადაც გიწევდით რომ დაჩრდილა მთელი სამყაროს ყველანაირი მთელი ბიზნეს სისტემა დაჩრდილა, მართლა ასეთ კომპანიაში აღმოჩნდით და საერთოდ ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ შევიქმნით ძალიან მყარი ფუძე, მყარი ფუნდამენტი დავიდეთ იმისთვის რომ ჩვენ და ჩვენი მომავალი თაობა იყოს ბედნიერი, ჯანმრთელი და ყველანაირად იმ პერიოდამდე, რა თქმა უნდა, სანამ არსებობს ეს სამყარო, ჩვენ აბსოლუტურად უზრუნველყოფილები ვიქნებით ამ კომპანიის მეშვეობით. იმიტომ რომ როგორც ხედავთ, ეს კომპანია გათვლილია 100 წლეულებზე. არ ვიცი რამდენად 100 წლეულები ჩვენ ვიარსებებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კომპანიას ასეთი მიზნები აქვს და კიდევაც ხედავთ, რომ ასეთი კრეატიული, ასეთი ინტელექტუალურად დაჯილდოებული ადამიანების მეშვეობით ეს 100 კი არა, 1,000,000% შესაძლებელია.
ალბათონო ნანა შეიძლება კიდევ თვალი დამითმან. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ეს სიტყვებზე ვფიქრობდი, რომ TikTok-ი შემოვიდა ლივგუდშიო და იმ წუთას გავიაზრე, რამდენად ძლიერი კომპანიაა, სულ რაღაც 2 წლის კომპანია და სოფლიოს უდიდესი პლატფორმა შემოვიდა ამ კომპანიაში და არა ლივგუდი შევიდა TikTok-ზე. ეს უკვე ადასტურებს, რომ მართლა ლეგენდარულია ეს ყველაფერი და რა ვიცი, აი მართლა რა დაფიქრება უნდა ამ ყველაფერს. კი, რა თქმა უნდა, ფაქტია და ეს რეალური ფაქტია. ჩვენ არ შევედით TikTok-ში. TikTok-ი შემოვიდა ჩვენთან, TikTok-ი დაფიქსირდა ჩვენს კაბინეტში. ფაქტია, რომ TikTok-ია ჩვენი, ასე ვთქვათ, ჩვენ პლატფორმაზე თავად TikTok-ი შემოვიდა. ჩვენ არ შევედით მის პლატფორმაზე. დიახ, ხალბატონო ნანა, ერთ სიტყვი კიდე ჩემო ძვირფასო, აი ამიტომაც ვეხვეწებოდით ჩვენ აქამდე რომ შემოგვიერთდით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, იმიტომაც გავიძახოდით, რომ ჩვენ კარგად ვგრძნობდით და ვხედავდით, რას იზავდა კომპანია ლივგუდი და ყოველ წუთას ველოდებოდით სიურპრიზებს. და ამიტომ მინდა გითხრა ხალბატონო ნანა, ვინც თქვენი შრომა დაინახა, ვინც თქვენ შრომას დღესაც ხედავს, ყველას მივესალმები ისეთ ადამიანს და აი უმადური ადამიანი ყოველთვის დარჩება ისე უმადური. ამიტომ მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები თქვენი, მადლიერი ვარ ამ საღამოსთვის, გაბედნიერებისთვის, ჩემო ძვირფასო, თქვენ სიტყვა, თქვენი საუბარი ჩვენ არასდროს არ მოგბეზრდება, მაგრამ ვიცი რომ დილის 4 საათიდან უკვე ფეხსეთ გეხართ ჩვენი ბედნიერებისთვის და ასე ბედნიერი იყავი მუდამ და დაგასვენებთ ჩემო ძვირფასო, დაასრულე ამით ჩვენი დღევანდელი პრეზენტაცია, ვიყვარხარ ძალიან, გვიამაყები, გვეიმედები, მშვიდობიანი ღამე. მადლობა ხალბატონო ნანი, გაიხარეთ, ხოლო თქვენთან ერთად მინდა მე ბედნიერება, მარტო კაცი პურის ჭამაშიც ცოდოა, ამიტომ თქვენთან ერთად მინდა მე ეს ბედნიერება და ნამდვილად არ მინდა მარტო მე ვიყო ბედნიერი, ასე რომ ყოფილიყო, ნამდვილად არ ვიქნებოდი ახლა თქვენთან ერთად. ჩვენ ერთად მართლაც გადავლახავთ თემს და ჩემი კლიპის მიხედვით, ჩემი გოგოები სადაც არიან, იმის მიხედვით ჩვენ მწერვალებზე აუცილებლად თავავთ. წარმატებები, კარგად გრძანდებოდეთ.